მოგესალმებით მეგობრებო, მომდევნო მაგმურ ლაივზე და დღეს ვარ ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმრით. სტუმრად გვყავს თათან აგუალა არაბული და ვისაუბრებთ სხვა თემებზე, მაგრამ ძირითადი თემა არის, ესე დავარქვით, მობარებული სულები. ის რასაც თათა ხედავს ხოლმე თავის კონსულტაციების დროს და რაც არის ძალიან ისეთი სიახლე პირადად ჩემთვისაც. სანამ ამაზე გადავალთ, უბრალოდ ზოგადად მინდა გაგაცნო ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში გავაცნო ის შენი, ესე ვთქვათ, გამოცდილებები, აი მოკლედ პირველ რიგში მაინტერესებს როგორ აღმოაჩინე შენში ეს უნარები. ნუ ჯერ ვიტყვი რომ თათა არის მხედველი, მრჩეველი, ბიოენერგეტიკული დიაგნოსტი, ართ-თერაპევტი და ანთროპოსოფიული თერაპიის სპეციალისტი და სოციალური თერაპიის კიდევ. მგონი არაფერი გამორჩა, ხო? პირველ რიგში მაინტერესებს, ანუ როდის და როგორ გაგეხსნა საერთოდ ეს უნარები და თანდაყოლილად არის ეს ყველაფერი თუ მერე შეიძინე რაღაცეები და ასე შემდეგ, ანუ ამაზე რომ მოგვიყვე. ცოტა ხო არ დავაცადოთ, კიდე მოვიდნენ. შეგვიძლია თანდათან შემოგვიერთდებიან და ჩანაწერი ახავ რას თვალე აიტვირთება, მაგმაზეც აიტვირთება, ჯგუფშიც დაიდება, ყველგან დაიდება, YouTube-ზეც მათ შორის. შეგვიძლია დასვათ კითხვები, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ შეგიძლიათ ეხლა უკვე დასვათ პროცესში კითხვები და ვეცდები რომ გიპასუხოთ კითხვებზე. და შესუნთქულებმა არ გვისმენა, ხო კიდე? ხელფეხ გადაჯვარედინებულებმა. აიხსენით და ისე გვისმინე. რო ჩაიგდო ჩემი ენერგიების. ხო. კითხვა რა იყო? საწყისები ეს ვთქვათ, როგორ დაიწყო და რა ფორმით დაიწყო შენი ამ ყველაფერთან შეხება, ანუ როგორ აღმოაჩინე შენში მხედველის ეს უნარები თუნდაც. მგონი ეს არც აღმომიჩენია. არც არის ის, რაც აღმომიჩენია, ეს ის არის, რაც თავიდანვე არის. აი სუნთქვას ხო ვერ აღმოაჩენ ადამიანი, დაიბადე და სუნთქვა, ხო იცი, საწყისში იმასე. ერთ ისწავლე ამას, როგორც ხვდები, ანუ ეს ან გაქვს, ან არა. ხო, რაღაცა ასეთი არის და აი მე უფრო ის აღმოაჩინე, რომ თან საკმაოდ გვიან, რომ რაღაცა განსხვავებული მაქვს და ეს არ აქვს სხვებს. აი აღმოვაჩინე უფრო სწორი იქნება რომ ასე თქვა. და ის კიდე უფრო გვიან აღმოვაჩინე რომ თურმე ამითი შემიძლია დავეხმარო სხვებს. და თავიდან ალბათ შენცაც უცნაური იყო რომ სხვებს არ ქონდათ ეს უნარები, როგორც წესი ეგრე ხდება ხოლმე, ანუ გონია რომ ყველა შეუძლია ესეთი რაღაცა და შენთვის არის უკვე უცნაური რომ აი რაღაცა განსხვავებული ხარ, მე აღმოაჩენდი თანდათან. და რა ასაკში დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი? მე ვფიქრობ 5 წლიდან დაიწყო. შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ მეხსიერება მაგიდან მაქვს ახლა რაც მახსოვს ესეთი გამოვლინებების. და აი ანუ რამ გამოიწვია, ანუ როგორ მოხდა პირველი გამოვლინება? რაც შეგვიჩი ამჩნიეს თქვათ. ცოტა დავფიქრდე. საიდანაც დაიწყო რა, მე მგონია რომ საიდანაც ჩემი ენერგია შეიცვალა, ჩემს ირგვლივ მოვლენები შეიცვალა და სადაც რაღაცა გარდაიქმნა. არ ვიცი იცი თუ არა შენს თქვია თუ არა. თავი რომ გავიტეხე, თავი რომ შემეხრიტა 5 წლის ასაკში. იგი თქოს. და მან შეიცვალა ეს ენერგია. მოუყვება ეგ ისტორია? კი, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, დარწმუნებული ვარ. ხო, სადღაც 5 წლის ასაკი იყო, როგორც მახსოვს და ჩამოვარდი სადღაციდან, არ ვიცი, რაღაც წვიმიანი დღე იყო, სველი იყო რაღაცები, ხელი ამისულა და ჩამოვარდი სადღაცებიდან და რაღაცა შვილს ჩამოვაგე თავი. და მანამდე ვიყავი, პროსტები ხომ ყავს და მანამდე მქონდა ეს რაღაც ის, რომ ჩემია და არა ჩემია და დაჩაგულად ლუქცონ თავს და ისე რა, უფროსიტები ყავს და იმათ რაღაც უფლებები აქვს, პრივილეგია აქვს და შენ არ აქვს თუ რაღაცა იგითი არ ვიცი და
ან მანამდე მახსოვს რა ეს აი შენია ჩემია რო იყო და მეც მინდა ფეხების ბაკუნი და მაგის მერე მან არ ვიცი ფიქრობ რომ ძალიან სასწაულად გადავრჩი. აი მაგის მერე საავადმყოფოში რაც მომიტანეს, მაგრამ მახსოვს ეს რაღაცა ტკბილეულობა და საჩუქრები, არაფერს არ ვჭამდი იქ, რომ სახლში რომ მივიდოდი, გამეზიარებიან ჩემი დებისთვის. და აჰა. ეს ალტრუიზმი ისეთი ჩაისო შენში ესე ვთქვათ, ხო, ხო? რაღაც ძალიან ავივსე ამ სიყვარულის, ზრუნვის, გაზიარების, ერთობის თუ რაღაც ენერგიით ავივსე მაქედან. აი ისე რომ სულ მახსოვს რა, დღემდე მახსოვს ეს ამაღლებული რაღაცა ენერგია, რომ ძალიან მაგარ ამას აკეთებ და ძალიან სწორ რაღაცას აკეთებ, აი ზუსტად იმას აკეთებ, რაც უნდა აკეთებ, თქოს რაღაცა სიმშვიდეა, სისავსეა და სიმწიფის მდგომარეობა არის და ну მაგის მერე ხო რა მგონი რომ მაგის მერე გადავედი მაგ ენერგიაში და მაგის მერე დაიწყო სხვა დანარჩენი რაღაცები რა და გამოვლინება ეხლა ვთქვა როდის ხომ მკითხებ გამოვლინება როდის იყო და როგორი იყო გამოვლინებები იყო თუმცა ჩემივე გამოვლინებები მახსოვს რომ ალბათ მე-4 მე-5 კლასში იყო ჩემთვისვე დამძაბული და მე თავადვე შემეშინდა ამ ენერგიის. რაღაც გაუბრაზებდი იმაზე ძალიან არ ვიცი. ან შეხვედრიო ისეთი უსამართლობას ის იყო მეგობრების დასჯის ნახვა. რო ჭირდნენ მეგობრებს და როგორც ვიცი გადმოცემით მანდ რაც მოხდა, იმიტომ მე ეს არ მახსოვს. რაღაცას ვამბობდი თუ ვიმეორებდი და რაღაც ფანჯრებმა დაიწყო ზანზარი თუ რაღაც ესეთი მოხდა. არ ვიცი ეს კავშირში იყო რა იყო არ ვიცი, მაგრამ სადღაცა მან აი მე რაც მახსოვს მაგ მომენტში იყო რაღაცა უმართავი მდგომარეობა, რაღაც დიდი ენერგია რა. შენი ხმა გაითიშა. ანუ გაბრაზდი და მაგან გამოიწვია ეგ მდგომარეობა თუ კონკრეტულად აი რა? რაღაცა ძალიან უსამართლობას რო დაეჯახები რა, რაღაცა რაც არ არის სწორი და მაგის მერეც ესე მემართება რაღაცა რომ რაღაცა ველში არ არის სწორი, რაღაცა რო ირღვევა, ვიღაცის უფლება რო ირღვევა, სადღაცა აი მის სუსტია იმაზე რომ ვიღაც ძალადობს ან აი თუ არ შეიძლება იყოს რაღაცა თქვა კონფლიქტი ან თუ თანაბარია ენერგიები ან არ ვიცი ხან ტერის კი შეიძლება გავამართლო მასე რა, თუ კი ხა ტერი ისეთ ცნებაა, მაგრამ აი შეიძლება გაამართლო და დადგე რაღაცას, მაგრამ სადღაცა სადაც თანასწორო რაღაცა პროცესი რომ მიდის. აი მანდ ირთვება რაღაცეები რა და მაშინ ჩაიკეტა ეგ და მაგის მერეც რაც იყო ეხა გამოვლინებები უფრო იყო ისეთი რომ რაღაცა ვლინდება, რაღაცას გამოსვლა უნდა და მას ებრძვი რომ არ გამოვიდეს, არ შეგამჩნიონ. აი იმდენად რომ გონი ესეც ნათქვა მე მაქვს შენთან ქუჩაზე რო გადავდიოდი მელიქიშვილზე რაც ძალიან მახსოვს სტუდენტობის პერიოდში მახსოვს რომ იმდენად რაღაცა დიდი იყო რაღაცა რასაც ვერ უძლებ ვერ იტან ვერ ეგუები ვერ მართავ არ იცი რა უნდა ვთქვა მაგ მონაკვეთში იყო რომ აი რო გინდა რომ ეს დამთავრდეს რო გინდა რომ გზა გადაჭრეს მანქანები რომ მოდის დინაკადი რომ მოდის და რო გინდა რომ წახვიდე პირდაპირ ესე წინ რომ ოღონდაც რაღაცა მე შეაჩეროს რაღაცამ დაამთავროს ეს და წამსვლელი რო ხარ ამაზეც და მახსოვს რომ რაღაცას მოვეჭიდე კიდეც და მახსოვს რომ უნდა გავუძლო და მაგის მერე გადავედი იმაში რაღაცა რიტმულობაში რა აი რაღაცა სხეულზე უკრავდი ან მოძრაობაში რაღაცა რიტმებს ვაკეთებდი და მაგით რაღაცა წლები ვმართე რა ეგეც იყო და ну ცოტა უფრო ესეთი გამოვლინება როდესაც პირდაპირ თქვი რაღაცეები უფრო მერე იყო რა აი პანდემიამდე პერიოდში მახსოვს ეგ მიტიჩრობა ჩემი გადასახედიდან მაშინდელი რაღაცა აი გონია რასაც იტყვი და მიტიჩრობა რა გეკითხება შენ და მოყვა ეს ისტორიაც? კი, საინტერესოა, რა თქმა უნდა. როგორ მეტიჩრე? ბათუმიდან მომიწია წამოსვლა მინივენით. მეგობართან ერთად, გონი ესეც იცი შენ არ ვიცი. პანდემიამდე, აი პანდემია რო იწყებოდა, გონი გაზაფხულის პერიოდი იყო, არ მახსოვს ზუსტად და
მმ, ანუ რო ჩავჭიქით, მანამდე მაგ პერიოდებში მქონდა ხოლმე რაღაცა რომ მოდიოდა და რო ვერ უმკლავდებოდა ორგანიზმი, ეწყებოდა ის რაღაცა კიდურების პარალიზება, ან რაღაცა კრუნჩხვა, კიდურების ან რაღაცა სუნთქვითი რაღაცეები და რაღაც სიგიჟეები. და მანდაც დამეწყო ეს სიგიჟე და ეს მეგობარი, ვინც იყო ჩემს გვერდით, მაგისი ოსტატია. ძალიან სწორ კითხვებს სვავს სწორ დროს და თან უკვე დამუღამებული ქონდა რა ეს კითხვები უნდა დაესვა. და რომ კითხვები რომ დამისვა, იმიტომ რომ იცოდა რომ რაღაცა მემართებოდა, რაც მემართებოდა ხოლმე გასვლის დროს და აი ის ავარიას რო არიდე, ხო, მარშრუტკა მაგას ვთქვი. ხო, ხო, მახსოვს. ხო. ძალიან საინტერესო და ისტორია. აა ანუ მან წამოვიდა პასუხები, აი რას ხედავ, რას გრძნობ, რა მოდის, რა უნდა იყოს და ეს კითხვები რომ დასვა და პასუხებიც გამოვიდა, ან ეს რაღაცა რომ მემართებოდა, რომ ესე შეხა უკვე აღარ მემართება მასა. ანუ რომ მემართებოდა ის მომენტი არ მქონდა, რომ აი ჩემ თავს მე გარედან დავუსვა კითხვა და პასუხები მივიღო, ანუ აზია რო რატომ მემართება რა, არ ვიცოდი. და კითხვას თუ მისვავდნენ, ვიცოდი კი ეს რატომ მემართა, ანუ რას ხედავდი, რა იყო რა. თუ არა და ესე ვეწამებოდი და მერე გაივლიდა, როცა იყო რაღაცა რამოდენიმე წამი გრძელდებოდა ხოლმე ან წუთიც და შეიძლება უფრო ხანგრძლივადაც იყო ეგრეც. ხო და კითხვები რომ დამისვა, იყო რაღაცა მანძილიც, შეჯახება, ანუ რა მანძილზე იქნებოდა, რა იქნებოდა, რა მოხდებოდა, რა მანქანა იქნებოდა, ანუ ვინ წინასწარ დაზიანდებოდა. დაინახი კადრი, წინასწარ დაინახი კადრი. ხო, აი შეგრძნებით რო ხედავ, სიჩქარეს რო ხედავ, სიტუაციას რომ ხედავ, დაახლოებით მანძილს რო ხედავ, რა მანძილში არის იმ ადგილიდან, სადაც იმყოფები, იქიდან, რა არის ამისი მიზეზი, ვის ჭირდება ეს რომ მოხდეს, ვინ რას ისწავლის ამითი, ვინ დაზიანდება, ვინც ახლა ზის ამ მანქანაში რა დაზიანებებს მიიღებენ, ვინ შეეწირება ამ ამბავს და სიკვდილის მერე ჯოჯოხეთში მოხდება 64-ში მაგას ხედავდი. ეს ხუმრობით. მაგამდე არ გავსულ არ ვიცი. ჯერ არა და მე რო ნახოთ. ხოდა ნუ წამოვედით ასე და ეხა ეს ხო ნუ გამოვიდა, ცოტა დავმშვიდი, გაიარა ამ მომენტმა. სახელები დავარქვი, რაღაცა ესე იქნება და ჩემი გასაკეთებია თითქოს გავაკეთე მაგითი და მე გადადის ხოლმე ეს პროცესი და მანდაც ნუ გაიარა და აი რატომ ახსოვს იცი ეს ძალიან ისე საკვანძოდ რა აი ამ გამოვლინებასთან. მან იყო ეს გაბედო ესე თქვა ხმამაღლა რაღაცა და იქიდან რა რეაქცია გეჯახება რა. აი მათ იყო ძალიან ეს ორი რაღაცის შეტაკება ძალიან ძლიერად, სადღაც ურექს რო გამოცდით, გავჩერდით, საწავილმა ჩაესხა და ძღოლს ვთხოვე რომ ნელა ატარე თქო რა რაღაცა კარგს არ მოიტანს თქო ეს ამბავი თქო და ესე ტარება თქო და მივიღე ძალიან მაგარი დაცინვა რა. აი ძალიან ირონია, ცინიზმი. აუმკითხავი ხარ და აბა ეს რატომ მოხდა, ის რატომ მოხდა და აბა რას მეტყვი ამაზე და გზა რო გავაგრძელეთ, ამ კაცს რო დაეწყო მთელი ეშმაკები გამოყარა გარეთ არ ვიცი. იქ ცოლმა მიატოვა, უღალატა, იქ რაღაცა წაართვეს, სახიდან გამოვაგდეს, რაღაცა ცხოვრება არ უნდა, საერთოდ არაფერი აღარ აინტერესებს და მოკლედ მთელი დრამები აქვს რა. თან გებრძეს, ანუ ძოლის უკან ვიჭექით მე ჩემი მეგობარი და გესმის რა, ეხა სარკეში თან შენ გიხურებს და აქვს ეს ჩვენ გამოსროლები რა. და აი ხა რაც უახლოვდები ამას რაღაცა სურამი არის ნაზუქებს რო ყიდიან. კი. აი სადღაცა მაგ მონაკვეთში უნდა მოხდარიყო და აი რაც უახლოვდები რა უფრო და უფრო რაღაცა სიხშირეზე რო გადიხარ და ეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ გავაჩეროთ რა გავყვეთ რაღაცა ავტოსტოპით წავიდეთ რა და მათ ჰქონდა ძალიან დიდი ის რაღაცა შინაგანი არ ვიცი დამაჯერებლობა რწმენა თუ სიმტკიცე თუ მდგრადობა არ ვიცი რაღაც ჰქონდა რაც აი არც არსებობდა რა დაშვება არც კი მქონია რომ შეიძლება ჩავიდე აქედან მივხედავდი იმის რომ ამას ხედავ აი ზუსტად იქ ხარ რაც უნდა იყო და აქ უნდა დაეტიოს უნდა იცდე ან ძალიან კაფეოდ ჰქონდა ეს შინაგანა და მე იყო გააჩერა აი სადღაც უაჩერებენ ხოლმე სადღაც შუაში რა მან ნაცემ ხარი გაკრა ძღოლმა მახსოვს კიდე იბრძვის და თან ცინიზმი და ირონიაც რო შეგადაშიგდა ხარი გაკრა რაღაცას მან რო ვიყავით გაჩერებულები და თქვა რომ აი რაღაცით
ანუ ვიჭექი რა, ამ ტრანსპორტში არ ვიყავი ჩასული და რაღაცა ისე ირონიულად დაიძახა იქიდან, რომ ესო დავისაჯეო ეხლაო და ეცინებოდა ამაზე და ნუ ახლა ეგეც არ შევიმჩნიეთ და გზა რო გავაგზავნეთ, აი რაც უფრო უახლოვდებოდი, მან უფრო და უფრო სიგიჟე იწყებოდა, არ ვიცი, აი მასეთი მსგავსი არაფერი არ მქონია, არც მანამდე, არც მაგის მერე, აი ამდენად ეხლა თუ გავდივარ რა, გავდივარ ამის ზევით. აი საერთოდ სხვა სიხშირეში გავდივარ. ანუ ისიც ვიცი რომ აქ ვარ, ისიც ვიცი რომ იქაც ვარ, რაღაცა სხვანაირი მდგომარეობა არის რა, სხვაობა არის. და მანდ იყო შემთხვევა, სადაც მთელი სხეულით გავედი. აი შეიძლება ასე ვთქვა, რომ მთელი ვიბრაცია იყო. და რაც უფრო უახლოვდებოდით, უფრო და უფრო მატულობდა ეს ენერგია. და რაღაც მონაკვეთი იყო, მგონი სურამამდე არ მისული მონაკვეთი, სურამის ციხემდე არ მისული მონაკვეთი იყო. აქეთ ამ ჩვენ ხაზში იყო ეს მანქანები, საცობი იყო. ისეთი კაი მჭიდრო და აქეთ იყო თავისუფალი და ნუ ეხლა ეს წყული რა თქმა უნდა ცოტა ვიცით, გავიდა საპირისპირო ზოლში და თან კარგად ჩაადგა. აი მანდ რო ეს საცობი რო იყო და ეს მხარე რო დავინახეთ, მანდ იყო უკვე რომ აი ეს არის, ეს მონაკვეთი აქ უნდა იყოს, მაგრამ არაფერი არ ჩანს რა ჯერ ახლა ანუ მართლა უნდა იყოს, მაგრამ იცი რომ უნდა იყოს. და მანდ მახსოვს ისიც რომ თვალები დავხუჭე, მაგრამ თვალების დახუჭვის მიუხედავად ხედავდი ყველაფერს. აი ესეთი რაღაცაც არც მქონია რა. ალბათ აი ხედავ როგორ იცი, აი ალბათ იმ მანძილიდან 500 მეტრის რადიუსში რო ყველაფერს ხედავ და ყველაფერი რო გესმის. ყველაფერს აი თითოეული ბრუნვა რო გესმის. თითქოს მასშტაბიდან იყურები თუ რაღაცა თლიანობაში, თლიანობას ზემოდან თუ აი თლიანობა. კი, ძალიან თლიანობა იყო და ძალიან ერთიან რაღაცა ველს რო გწონდა ხო, აღწერა ძალიან რთულია მდგომარეობის, აი რაღაც სიტყვები აღწერო ეგ მდგომარეობა, ნუ არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი რანაირად როგორ. და თვალები არ გამიხელია იქამდე, სანამ არ იყო ძლიერი მუხრუჭი, ეგეც მახსოვს. და მანდ იყო საინტერესო რა იცი, აი ჩემთვის რატომაც რამაც მომცა მე გამბედაობა და რამაც ასე ვთქვათ რაღაცები გადამიწყვიტა. იყო აი ამ ცხოვლის ტრანსფორმაცია, რაც მაგას მოყვა მაგის შემდეგ. და რა იყო ახლა ეს რო გაჩერდნენ ეს მანქანები პირისპირ ცხვირები რომ მიადეს და ორივე მხრიდან ძლიერი მუხრუჭი იყო. ანუ ჯერ ის არ გითქვამს, ანუ როგორ აცდით რაღაცა ვიწრო იმაში რომ თვითონ მომენტ ანუ ასენა გააკეთა ახლა ნაზუქები და აქეთ ეს მანქანები და ეს მონაკვეთი იყო, მაგრამ აი მანამდე იყო, როგორ იცი, აი განცდა იყო იმის რომ რაღაცა აი შენელებული კადრი რო არის რა, დრო რო იყინება, დრო რო ჩერდება, რაღაცა ესეთი ენერგია. და ნუ გაჩერების ეს მომენტი რო იყო, მუხრუჭები რომ იყო, აქ იყო ცხოვლის არ ვიცი, რეაგირება, რაც გააკეთა პირველი იყო თვალები რო გავახირე, ცხოველს შევხედე, ცხოველმაც გამხედა სარკეში და თქვა ესეთი სიტყვები. ზუსტად ახლა ფორმა არ მახსოვს როგორ თქვა, მაგრამ აი მოკლედ რაც იყო, აი ეს რომ ამის მერე ღმერთს ვიწამებ. ესეთი სიტყვები თქვა რა, ესეთი აზრის. არ ვიცი, ხა ამ კაცის ესეთი სახეცვლილება ყველაფერს თავი დავანებოთ, არ ვიცი, ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც იყო რა, ძალიან დიდი და თან მაგ პერიოდში ფოტოშოპი ძალიან გავაზიარა. მამა სერაფიმეს ის გალობა ხო? აი მაგ პერიოდებში უსმენდი შივას და მამა სერაფიმეს ძალიან აქტიურად. აი ძალიან, აი ნოსტობის გარეშე რო უსმენ, სულ რო უსმენ, მასე იყო ის ბათუმში ყოფნის პერიოდში, უსმენდი მაგას გიჟურად და მანდაც აღარ მახსოვს ჩემო მეგობარმა ჩართო თუ მე ვითხოვე და ჩართეს აღარ მახსოვს, მაგრამ მანდაც აი ეს რო განიმუხტა ეს სიტუაცია და დავიძარით და წამოვედით, ჩავერთეთ ეს გალობა. ყველას რო ესმოდა ესე და აი მანდაც ისეთი ის იყო რა, არ ვიცი, არ მახსოვს გარეგნულადაც ვტიროდი თუ შინაგანად ვტიროდი, მაგრამ ის სიხარულისგან რო ვტირი ხარ და ძალიან დიდებული მომენტი იყო. თბილისამდე ისე ჩამოვედით, რომ არ ვიცი, სიცილი არ მოგვდებია რა, ძალიან ბედნიერად ჩამოვედით და ეს ადამიანი ძალიან შეიცვალა, ძალიან მაგრად.
ნუ მოკეთ მაგის მერე ვარ თავხედი და ითულებოდა თანდათან თავხედი. ფაქტიურად და რა მაინტერესებს, აი იგივე ფაქტიურად მომავალი დაინახე, ხო? კონსულტაციების დროსაც მომავლის ინერციას ხედავ ხოლმე, ანუ ადამიანი საით მიექანება, ესე ვთქვათ, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით, ანუ ინერცია, რომელიც არის უკვე ფიქსირებული. და იმ შემთხვევაში შენი მონაწილეობითაც შეიცვალა ეს მომავალი, ხო? ანუ ზოგადად თვითონ ადამიანს შეუძლია თუ არა, ну რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ რა ფორმით შეუძლია და შენ ვთქვათ, რჩევებს აძლევ ამ მიმართულებით როგორ შეცვალოს თუ ანუ ეგ როგორ ხდება, ანუ მომავლის შეცვლასთან დაკავშირებით. და ამ ინერციას როგორ ხედავ ხოლმე, ეგეც საინტერესოა. ხო, როგორ ხედავ, ეგ ცოტა რთული კითხვა, მაგაზე პასუხი მეც არ მაქვს, მაგრამ რა ფორმით ხედავ უფრო? არ ვიცი, ფორმები სხვადასხვა არის. და ესე რომ თქვა, ეხლა სახელს ვარქმევ თქო და მაინც და მაინც ვაზუსტებ, რომ ეს უეჭველი მოხდება, მაგას არ ვშვებ, ჩემი ფსიქიკით არ მივდივარ მაქამდე, რომ ეს ესე იქნება. სახელდებას ნაკლებად ვაკეთებ. უბრალოდ შეგრძნებით ვიცი, რომ რაღაცა ესე იქნება და აქეთ მიდის ეს სიტუაცია და იმის თქმას ეხლა რა იქნება, რასაც მე ვხედავ, მაშინ როცა ბევრი ალტერნატიული ვერსია გვაქვს ხოლმე მომავლის. მაგის თქმას მირჩევნია ის თქვა, რაც დღეს ადამიანს დაეხმარება, რომ ხვალდაზე ეგ რაღაცა რისკი აირიდოს და ეგ საფრთხე არ ქონდეს მაგალითად რა. არ მოუწიოს ის დაავადება იქნება თუ ის რაღაცა უბედურება, ანუ გზისაცდენა და ხაზი რო არ გაირღვეს, მაგას ვაძლევ. და მე უფრო ჩემი დაკვირვებით, ჩემი მე მაგალითით ეხლა თუნდაც ცხოვრებისეული მაგალითითაც და არა მარტო შეიძლება ისე თქვა, რომ მოსახდენი მაინც ხდება, ბანალური სიტყვა, მაგრამ წინადადება, მაგრამ მაინც მოსახდენი მაინც ხდება, უბრალოდ შეგიძლია ეს შეცვალო, სხვა ფორმა იყოს რა. აი ხა მაგალითად აი სულის მოცემულობაც გამახსენდა, სახას და გვარს არ ვეტყვი. უბრალოდ გავაჟღერებ რა სიტუაცია იყო და რა დიალოგი გქონდა, სადაც მეც გავუწდი. ანუ მად აღმოვაჩინე, რომ რაღაცა ხდება. სულის გადაწყვეტილების, სულის გზადაც. მაინც რო ხდება, მოკლედ ის რაც უნდა მოხდეს. კონსულტაციაზე იყო ერთი კარგი ხალბატონი და ესეთი ის იყო საუბარი რა, საწყისი ქონდა, ის კაცური საწყისი ქონდა, კარგად აქტიური და თავადაც აღნიშნა, რომ უფრო მეტად მგონიაო, რომ კაცი უნდა ვიყო რა, რაღაცა ვერ ვეტევი ამ იმაშიო რა, სხეულშიო რაღაცა ქალადო, რაღაც ვერ ვარ. ამ დროს რეალიზებული შვილებით რაღაცა და მან დავსიკე, ანუ ჯერ კიდე არ მქონდა ეს გადასული არ ვიყავი ამაში, ამ სულების დანახვაში და რაღაც მიზეზებში და უბრალოდ როგორც მახსოვს არ ვიყავ ჯერ კიდევ, ხო? და უბრალოდ დავსვი კითხვა და ფოტოთი ვაკეთებდი დიაგნოსტირებას და დავსვი კითხვა, ეხლა ანუ რაღაცა ხო არ ხდება შემთხვევით, ხო? რაღაცისთვის ხდება და ვიკითხე, ანუ რა შეიცვალა, ანუ რა აირიდა, რა იქნებოდა იმ ვერსიაში, იმ შემთხვევაში თუ კი დაიბადებოდა კაცად. რატომ მოხდა ასე და რაც მოვიდა პასუხი, ანუ რაც დავინახე, გავუჟღერე ეს და ეს იყო სადღაც მგონი ნორვეგიის მხარეში იყო, სადაც უნდა დაბადებული იყო, დაიბადებოდა ამ შემთხვევაში კაცად და რაც დავინახე, იყო რისკი იქ ამ დაბადების იქნებოდა სერიული მკვლელი. და ძალიან დიდი სამბით და სიხარულით ვამცნე, რომ მეთქი მაგარია ქალად დაიბადე და ესე იგი ეს რაღაცა აღარ გიწევს რა. კარგია რომ აქ დაიბადე, კარგია რომ ასე არის. და უიო რას ამბობ და მან მითხრა ესეთი რაღაც, რომ თავის პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აბორტი მაქვს გაკეთებულიო სამწუხაროდ. და მან მივხვდი რომ თურმე მაინც ხდება ის რაც არ ვიცი სადღაც უნდა მოხდეს. რაც გაწერილია ალბათ. მაგრამ რაღაცა ფორმას იცვლის. რაღაცა სხვანაირად მაინც ვლინდება და ხო, რა ვიცი, ამის ბევრი ის გასავლელი მაინც უნდა გაიაროს უმალოდ, ან რაღაცა უფრო კონსტრუქციულად, ან უფრო დესტრუქციულად. ხო, შეცვლა შეიძლება ამების თუ კი
სწორად წარმართავ და არ მიყვები იგივე ამ სულებს, ვინც შემოვიდა შენში, ვინც აგირჩია. თუ მათ სწორად წარმართავ, სწორად უმასპინძლებ და არ მიცემ საშუალებას მათ გმართონ და სადავეებს შენ თავად დაიჭერ შენი პიროვნების, როგორც მასპინძელი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ინერციის შეცვლა შესაძლებელი რეალურად კი. ну, ეხლა აი ჩემი მაგალითიც ესეც ნაორიას გულის, ხო? ადასტურებს რა მაგას, რომ რაღაცა მე შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, ჩემს რეალობაში და ის ავარია მაინც მოხდა, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ხედავდი. და ამისთვის რაღაცები შევცვალე, ხო? ხო, ასე იცვლება რა. ხო. ეხლა მივადგეთ ყველაზე ესეთ თემას, საყვანძო თემას, დღეის თემას, ესე ვთქვათ. ანუ ხო. ამ ბოლო პერიოდში კონსულტაციისას ადიაგნოსტირებს საერთოდ სხვანაირად, ანუ სხვა ტიპის, ესე ვთქვათ, ხედვა გაქვს და ამას შენეძახი მობარებულ სულებს. ანუ ხედავ კონკრეტულ ასპექტებს ადამიანში, კონკრეტულ რაღაც ფორმებს, ხატსახეებს და ამაზე რომ მოგვიყვე, ანუ რას ნიშნავს ეს მობარებული სულები, როგორ ხედავ, რატო დაარქვი ესე და მოგვიყვები ამის შესახებ. აჰა. სხვა რა დამერქმენია. დავარქვი მობარებული სულები. მობარებული სულები, ხო, ახლა. ვინ არის? რთულია. საიდან არიან, ვინ არიან ამის პასუხებიც მცდად არ მაქვს. ხო, ეს მეცნიერული რაღაცა ისეთი თემა არ მოდი არის. ჯერ შენი იცი რა, შენთან რაც მოვიდა რამდენად რეზონირებს, რაც შენთან ნახე, ეს გააზიარე და მე ან თან მაგალითად, კი მოვყვები მაგას, რომ თუ გააზიარე. ამზე დაინახე, რომ მოკლედ თათა ხედავს. ნამ დეტალებს ნუ მოყვები თუ დეტალებს არა, მაგრამ ხო, ან ზოგადად ვამბობ რა. რამდენად რეზონირებს ეს შენთან ეს რო გააშხე. ანუ ერთი ასპექტი, რაც მაგალითად ერთ-ერთი მდგომარეობისას მქონდა, რომ აი ფეხებს საერთოდ ვერ ვქნობდი, აი თელს ხელს წელს ზემოთ ვქნობდი, ფეხები თითქოს აი ინვალიდივით ვიყავი, ეს მქონდა და ეხლა შენ არც იცოდი ეგ თემა დიდათ, ანუ კონკრეტულად ეგ ჩემი ცხოვრების ეგ ესე ვთქვათ გამოცდილება არ იცოდი, ხო? როცა ეგეთ შეგრძნება მქონდა და შენ დაინახე ზუსტად ის, რომ ჩემი რაღაც ეგრეთ წოდებული მობარებული სული იყო ინვალიდი, ანუ ის რო არის გეიპოქტრონში რო ეტლშიროზის ტიპი დაახლოებით ეგეთი ტიპი იყო, რომელიც ანუ ძალიან ჭკვიანი იყო, ძალიან გონიერი, ძალიან სტრატეგი ყველაფერი, ანუ მენტალურად ძალიან განვითარებული, უბრალოდ ვერ დადიოდა, ანუ ფეხები ქონდა ესეთი უგრძნობი და დაბა თანდაყოლილად ესეთი იყო, თუ სწორად მახსოვს. და ეგეც რეზონირდა, ну კიდე ბევრი რაღაცები რეზონირდა, რაღაც დეტალები ყველაფრის მოყოლაც არ მინდა ჩემზე, მაგრამ საინტერესო იყო ეგ, რომ ანუ პირდაპირ დაინახე კონკრეტული ფორმა და საინტერესო რაც იყო კიდე რომ ეხა რაღაცა ისეთი დროის ადამიანი იყო ეს რაღაცა მუზარადი ეხურაო რაღაცნაირი აი საერთოდ რომ არც ერთ კულტურაში და არც ერთ იმაში არ იჯდება ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც ვიცით ხო და საიდან მოდიან ეს ხატსახეები საერთოდ ანუ ეგ არის ყველაზე საინტერესო ну მესმის რომ რთული ამაზე ზუსტად პასუხი მაგრამ თვითონ სპეციფიკა მაინტერესებს ანუ როგორ ხედავ რა ფორმით და რას ეს ვთქვათ გაძლევს ხოლმე ეს კლიენტთან ურთიერთობისას, ანუ თვითონ მათგან ფიდბექებიც მაინტერესებს როგორია. ჩემი ფიდბექი იცი და სხვებისაც მაინტერესებს. ხო, უკავშირები ალბათ თუ სურვილი ექნება თავად დაწერო, მე აქ კომენტარებში ჯობია. არ გავაშხერებ. ну საიდან ხედავ, ხო, ამაზე პასუხი არ მაქვს, ეს წინა ცხოვრება არის თუ წინაპრებში არის სადღაცა, იმიტომ რომ წინაპრების ხაზი ხარ გაყვე შეიძლება საერთოდ სხვა ეპოქა, სხვა დროება, სხვა რაღაცები იყოს ხომ? ანუ ბოდიში ფაქტია, რომ კოლექტიურ არაცნობიერში შედიხარ და იქიდან კოლექტიური არაცნობიერიდან მოდის კონკრეტული ხატსახეები. და ამის აღდგენა მართლა რთულია, რომ ეს არის წინაპრების ხაზი, სავარაუდოდ უფრო ალბათ კონკრეტულ ჭურჭელში, ან კონკრეტულ გენეტიკურ ხაზში მოდის კონკრეტული ცნობიერება. რათა გაიაროს შესაბამისი, ესე ვთქვათ, განსაცდელი, როგორც იტყვიან, ხო, თავისი ცხოვრების განსაცდელი. მაგრამ თვითონ ეს ანუ მოდი საუბრობთ მობარებული სული რატო დაარქვი? რატო მობარებული? ვინ მობარებული.
ეს თქვა და ხო. სულ კონკრეტულად ცნობ. მოგვარებული რატომაც დავარქვი. აა არის ნახე როგორი რაღაც ჩემი დაკვირვებით ეს სული შემოდის იქ, არ ვიცი ხა თავისინებით თუ ამას ვინმე უწყვეტავს, შემოდის იქ, სადაც არსებობს პოტენციალი ამ რაღაცა უნარები ამ მასპინძელში, ამ პიროვნებაში, ვისაც აირჩევს. ისეთი უნარები, რაც მას დაეხმარება გაათავისუფლებაში, რომ ეს სული გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რაშიც გაიჭედა. ის დაამუშავოს, რაც დასამუშავებელი აქვს. ანუ ის გამოს შეიძლება გაჭედილი სულების დავარქვათ ამ სულებს. არის რაღაცა კი, თავისუფლად.ობაში კი, კი, გაჭედილი. კი, კი. და კი, ჩვენ ხო თავისუფლად შეიძლება. ჩვენი ცნობიერება იღებს პასუხისმგებლობა ჩვენი სულით, რა ვიცი, რაც არის პასუხისმგებლობას, რომ თავისი რესურსით დაეხმაროს ამ კონკრეტულ სულებს. მმ აი, ახლა ეს რამდენად ჩვენ თავად ვიღებთ მაგას და რამდენად გვინდა რომ ეგვატაროთ, ეს არ ვიცი. მე თუმცა მაგალითად არ მინდა ჩემი ცნობიერებით. ხა ეგეთი რამე, რომ ვიღაცა გაჭედილი სულები ვატარო და რაღაც გავაჯანსაღო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბუნებრივია, აჰა. ცნობიერად ეგ არ ნუ გვინდა. გვინდა, არ გვინდა სულის გვეკისრება ეს დონეზე და ეს თუ აი ეგ არის საინტერესო, სად წყდება საერთოდ ეგ თემა. ხო, აი საწყდება, აი ეს არ ვიცი. შეიძლება არც იყოს ეს საერთოდ შენთან კავშირში არაფერი, უბრალოდ შენ ხედავს ეს ენერგია, ანის ვინც წვიდავს, არ ვიცი, შენთან აკზავნის. და მარტო შენთან არა, შენში არ არის საქმე, შენში როგორც მასპინძელში, შენ კონკრეტულ ერთში. უფრო საგვარეულო რაღაცა ველში არის რა, ის სიტუაცია, ის ენერგია, რაც ნახე ამ სულს დაეხმარება, კვლავ იმ კომფორტის ზონაში დარჩეს. ანუ ცუდი უარყოფითი რაღაცა რომც იყოს, ის ამ ენერგიას უფრო შენს როგორც მასპინძელს დაგაჯერებს, რომ კი, აი მაგათად ხა თუ არ პატიობ, ხო, იმათ თუ რაღაცას ვერ აპატია სიტყვაზე, აი შენს ჩაკითრებს, შენს დაგაჯერებს, ხო, შენს ისეთ რაღაცას მოგიზიდავს ცხოვრებაში, ისეთ რაღაცებს დაგმართებს, ისე წარმართავს შენს ირგვლივ რაღაც მოვლენებს, რომ შენს დაგაჯეროს, რომ ხო არა, შენს არ უნდა აპატიო და შენი გამოცდა არის სწორედ, რომ აი ამის ზევით უნდა დადგე. ანუ თვით ამას შეხედო გაიგივება ძალიან გვაქვს, სწორად. თვით გაიგივება, თა- თვით გაიგივება თავს გვაქვს ვაიგივებთ. კონკრეტულ ეს თქვა პრობლემაც ეგ არის, რომ ჩვენ ვაიგივებთ თავს. და ამ დროს, ხა ჩემი დაკვირვებით 28 წლამდე, რასაც გავდივართ, რა ოჯახშიც ვართ, რა სოციუმშიც ვართ, რა ქვეყანაშიც ვიბადებით, ამ სადაც რაც კი ხდება, ბაღი იქნება თუ სკოლა იქნება თუ ის პარტნიორი იქნება თუ რაც იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი ეძღვნება ამას. მის ცხოვრებას გავდივართ. აი მაგის მერე როგორც ვაკვირდები, შემოდის უკვე გამოცდის პერიოდი დავარქვი, გამოცდა, სადაც შენ უკვე შენი ცნობიერებით, შენი ანალიზის უნარით და სხვა უნარებით, სიყვარული იქნება, მადლიერება, იქნება სულიერება, იქნება თუ სხვა რაღაცები, შეგნება, ეს უნდა გაათავისუფლოს, უნდა გაუშვა. ამაზე ზევით უნდა დადგე შენ. და თუ ახლა შენ მან დაგაჯერა და შენად მიიღე ის რაღაცა განცდები და არც არავინ არ გითხრა რომ ეს არ არის შენ ერთს გატიხარ, დიდი შანსია რომ ჩაიჭრა მანდ. იმიტომ რომ აი ეს მესძალები არის ძალიან გააქტიურებული დღევანდელ ადამიანებში. აი მე მატკინეს რა, მე დამაზიანეს, მე უარმყვეს, მე მიმატოვეს და ესეთი რაღაცები, ანუ ყველაფერი მესთან კავშირდება. და იმდანაც სუბიექტურად იღებ ამას და იმდანაც კარგავ დამკვირვებელს, და ხაფანგიც ეგ არის რა, არ უნდა დაკარგო ეგ დამკვირვებელი და უნდა შორიდან შეხედო ამ რაღაცებს. და მე გამოსავალი ძალიან მარტივი არის. მე შენს ამას ემატები, შენს იჭრები ამ გამოცდაში, როგორც ის წინამორბედი ჩაიჭედა. ამ დროს მას ჭირდება გათავისუფლება, მას ჭირდება რომ შენ დაეხმარო სინამდვილეში. შენ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა. აი მაგალითი როგორ ხდება გათავისუფლება, რა ფორმით შეიძლება რომ გათავისუფლდეს? აა ნახე ვისთან რა მოდის ხა ეს ერთი შაბლონი არ არსებობს, რომ თქვა რომ აი ესე უნდა ყველაზე გათავისუფლდეს ხშირად ეს სული. რისი დამუშავება ჭირდება თქმა, აი ყველაზე ხშირად რა შეგვიძლია, რა ემოცია, რა მდგომარეობა. ყველაზე ხშირად არის უსიყვარულობაც არის, უსამართლობაც არის, მ ჩაკეტილობაც არის, უპატიებლობა, ჩაგვრა, წამებები, დასჯები და ესეთი რაღაცეები საკმაოდ ბევრია, უარყოფა და ესეთი რაღაცეები, ხო? აა, რაღაც უნდა მეთქვა, აზრი დამეკარგა. როგორ ხდება გათავისუფლება, ხო? აი, ხო, როგორ ხდება გათავისუფლება?
ეს ერთიანი შაბლონი ხო არ გვაქვს, ადამიანები ძალიან განსხვავდებით ხო ერთმანეთისგან, აბსოლუტურად განსხვავდებით ყველა ერთმანეთისგან. შესაბამისად თითოეულთან მოდის ცალკე რაღაცეები ინდივიდუალურად იმ წერტილში რაშიც არის, იმ ენერგიაში, ის სული რა მდგომარეობაშიც იყო იქ სადღაც რაღაც ცხოვრებაში, აი შეიძლება, ან პირდაპირ ხედავ ამას, პირდაპირ ხედავ იმ მდგომარეობას, ის ადამიანი იმ ცხოვრებაში, რა გარემოცვაშია, რა ხდება, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას უყურებს, რას ვერ ინელებს, რას ვერ ამუშავებს, როგორ გარდაიცვალა ესეც მოდის ხოლმე ხშირად და აი ამის შესაბამისად ეხლა აქ მაქვს ხედვა, აი ამ მასპინძელმა რა უნდა იმოქმედოს, რა უნდა იცხოვროს მის მაგიერ, რა უნდა გაატაროს, რაში უნდა შეეშველოს, რა უნდა შეცვალოს მის მაგიერ. რომ ის რაღაცა მას გადაუწეროს, მას დააჯეროს, რომ არა, ჯერ ის უნდა დააჯეროს, რომ იცი რა, ეს სხვა ცხოვრება აქვს, სხვა შეძლებები, გამოდი მაქედან. მე ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღო ამაზე, რომ შენი ის არის აქ საბლატაო და მე ვარ მართველი და აქეთ უნდა წამოიყვანო ეს სულები, ვინც იქნებიან. ამის ძალიან მდგრადი ღერძი უნდა ქონდეს შინაგანი და შინაგანი რწმენაც უნდა ქონდეს, მაგრამ ჯერ ხედვაც უნდა ქონდეს, ახლა ვის ხედავ, ხო? და ახლა შეიძლება აი მაგალითად აი რაღაცა დაავადება დამინახია ადამიანში და ეს დაავადება მაგით როგორ უნდა აირიდოს, ამ დროს მოსულა ადგილი, აი კითხვას რო ვსვა, რომ აი ამისთვის რა ჭირდება ამ ადამიანს, რომ ეს რაღაცა არ იყოს. აი მოსულა ადგილი, რაც რა ადგილზეც მე პირადად ნამყოფი არ ვარ. აი გავლითაც რო ვერ მოხდებოდი ამ ცხოვრებაში, არც კი ვიცი ეს გზა და აი ამ ხედვის დროს მოსულა, რომ ეხლა აქ რაღაცა 100 მეტრი აქედან გახვიდე, მე 50 მეტრი აქეთ, მე პირდაპირ, მე აქ ეს დაგხვდება, ეს იქნება და აი აქ უნდა გააკეთო აი ეს მოძრაობა, აი ეს ქმედება, აი ეს რიტუალი, ან რაღაცა იმ ადგილიდან, ის რაღაცა ხავსი უნდა აიღო და გუნკერზე დაიფინო. მაგათ ეგ მოვიდა. ან საიდან მოდის ესენი არ ვიცი. მაგრამ ვინც ითვალისწინებს შედეგებიც ვიცი რომ აქვთ და ვიცი რომ ექნებათ. ანუ ამის რწმენა შინაგანად მაქვს, თუმცა ის საფუძველზე ეს მე არ ვიცი. და ასეთი არის ძალიან ბევრი რაღაცა რა, ძალიან ბევრი. ვის აი არ ახლა ამოდის, არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ უნდა გამოვატარო და მივიტანო და ეხლა ის ადამიანი ამას გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, ამაზე აიღებს პასუხისმგებლობას თუ არა აიღებს, ეს მე უკვე არ ვიცი. მჰმ. ერთი პარალელი მომდის, ანუ მაგმელებმა კი იცი, ანუ ვისაც წაკითხული აქვს ეგ წიგნი, ანუ კახუნიზმში, ჰავაუ შამანიზმში არის ეგეთი ცნება, რომ ადამიანს აქვს რეალურად ორი სული, ერთი დაბალი მე, რომელიც ცალკე ტიპია, ცალკე სულია და სიკვდილის მერე თქვათ ცალკე შეიძლება საერთოდ გაიჭედოს, ცალკე გავიდეს და შუამე, აჰა, რომელიც უფრო ჩვენი ცნობიერი ნაწილია, ის ვინც ვინადაც ვაცნობიერებთ თავს, ხო? მაგრამ აჰა, მანდ არის ერთი-ერთი, ანუ ერთი დაბალი მე, ერთი შუამე, ანუ იშვიათ შემთხვევები არის, რომ თქვათ ერთ ჭურჭელში ორი დაბალი მე ყოფილა და ნუ სხვა кейსებია, მაგრამ აჰა, შენ ძირითადად დათხედავ ხოლმე ერთს ემეთს, ანუ ამ მობარებულ სულს. ანუ მინიმუმ ორია ხოლმე და ზოგადად ანუ რაოდენობა როგორ ხდება, ანუ თქვა ძირითადად ორია თუ მეტი შეიძლება იყოს ხშირად თუ როგორ არის ეს. და ხო, კიდევ აჰა, ერთი კაცის ხაზით არის როგორც ვიცი და მეორე აჰა. ქალის ხაზით. ხო, ორივე მხარეში სხვადასხვა მოცემულობა, სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა საშემოდგომო გვაქვს სულთან, რასაც უნდა შეშველება და რასაც ვაკვირდები, ახლა ერთ საწყისში თუ თქვათ ორს ხედავ, სამს, ხუთს ან მეც ხედავ, მაინც რომ ვაჯამებ, ვაერთიანებ, მაინც ერთი და იგივე რაღაცა პრობლემაა ხოლმე და ახლა ძალიან შორს აღარ მივდივარ, იქ შეიძლება ამისი მიზეზით, ან უფრო შორს რატომ მოუწია, რა უნდა ესწავლა იმ ცხოვრებაში, რა ვერ ისწავლა და უფრო იმის წინ რა დააშავა, რა შეეშალა თქვათ, რა სადაც და გზას, აი ამასაც შეიძლება გაყვე. მაგრამ ძირითადად ერთია ხოლმე რა ამ საწყისში ეს მოცემულობა, ამ საწყისში ეს მოცემულობა ხშირად არის, რომ ურთიერთსაპირისპირო არის ხოლმე მოცემულობები და მათ რთულია მუშაობა და თუ ისეთ ერთმანეთს არ უშლიან ხელს ეს ორი საწყისი და ფაქტობრივად ერთი რაღაც აქვს სამუშაო, მანდ მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად მარტივი არის და მარტივი ძალიან მარტივი რაღაცები მოდის ახლა რომ თქვათ რომ რაღაცა ძალიან დიდი რაღაცა უნდა აკეთოს ადამიანმა მაგისთვის რომ ეს ხაზი გაუსწორდეს და ამოისწოს და გათავისუფლდეს, დაიწყოს თავისი ცხოვრება. ოღონდ ჯერ ის უნდა გაათავისუფლოს ამის ცხოვრება რომ დაიწყოს. მანამდე თავისუფლება თავს დაუდება რომ არ მოდის. და ვერც მოვა. შენ არ ხარ. გმართავს ის რაღაც. აი ეს უნდა გაათავისუფლო, გაუშვა, დაამუშაო, რომ ეს რაღაცები მოვიდეს.
და პატარა რაღაცეებშია, ძალიან პაწია ქმედებებშია ხოლმე რა გამოსავალი. უბრალოდ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომ უნდა გათავისუფლება. და როგორც წესი, ახლა ჩემთან ვინც მოდის, რატომაც მასე წყვეტს სამყარო, რომ მზად არიან. აი რაღაცა ზღუდზე დგანან ხოლმე, რაღაცა გზაჯვარედინზე დგანან ხოლმე, თითქოს გადამტეხი, გადამწყვეტი მომენტი რო უდგათ, ან აქეთ წავლენ, ან აქეთ და თითქოს ეს რაღაცა გზამკვლევი, ეს რაღაცა ინფორმაცია ამ ადამიანს ეხმარება, ამ ადამიანებს, რომ რაღაცა ბალანსი არ დაარღვიონ, წონასწორობა შეინარჩუნონ, არ დაკარგონ თავისი თავი, არ დაკარგონ ეს მობარებულიც, აი ის რომ არის ხა სულ მაგას ვამბობ და აქაც ვიტყვი, გიყვარდეს თავი შენი კი არა და გიყვარდეს მოყვასი შენი, ხო, როგორც თავი თვისი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი მაგას გულისხმობს რა ეს წინადადება, თუ ისინი არ გიყვარს, თუ ისინი ვერ მიიღე, თუ არ დაეხმარე, თუ არ ემეგობრე ამ სულებს, იქამდე ვერაფერი ვერ იქნება გამართული. არ მგონია. აი სწორედ ისინი უნდა შეიყვარო და მათ მოუფრთხილდე, მათ მოუვარო, ამაზე აიღო პასუხისმგებლობა და არა სხვა დანარჩენზე. და როგორც წესი, ახლა ადამიანები მაგას ვაკეთებთ ყველაფერზე. პასუხისმგებლობას ვიღებთ გარდა ჩვენი შინაგანი არსის, რაც შეგვებარება. ყველაფერი ხო რაღაცნაირად ფრაქტალურია და რაღაც იერარქიული რა სისტემა რო დავინახოთ. აი ჩვენ გვყავს უმაღლესმეს რაც ძახიან, ხო? და იმათ ვართ მიბარებული ვთქვათ. შესაბამისად ჩვენ გვყავს რაღაცები მობარებული, ხო? როგორც მინიმუმ ჩვენი სხეულიც ჩვენზე არის მობარებული, ხო? და ესეთი ფორმა არის. უბრალოდ აი იგივე ჰელინგერის განლაგებებში, ჰელინგერის სისტემაში უფრო გასაგები არის, რომ აი წინაპრების ხაზიდან მოდის, წინაპრებთან არის უშუალოდ დაკავშირებული და კონკრეტული რაღაც ბებია, ბაბუა, იმათი მშობლები ან ნუ საკუთარი მშობლების და ამავდროულად მანდ არის ხოლმე კვანძების სხვადასხვა ბლოკები, გაჭედილობები და ასე შემდეგ. უბრალოდ შენ ან მობარებული სულები არის უნიკალური იმ ხრივ, რომ საერთოდ სხვა რაღაცები მოდის. შეიძლება საერთოდ აი ვიღაცა იაპონური ფორმა გამოიყვანოთ, ან ჩინელი და რომელიც გენეტიკასთან ყოველ შემთხვევაში, რავი, თვითაობაში მაინც კავშირში ვერ იქნება, ხო? და ეგ არის ძალიან სიახლე და უცნაური ჩემთვის პირველ რიგში. ხო, მასე ხდება და ნუ არა მარტო სხვა გენები, კიდე სხვა რაღაცა ძალებით შეიძლება მოვიდნენ და საერთოდ სხვა ატმოსფეროს, სხვა განზომილების ვიღაცები შეიძლება იყვნენ. ხო არ არის ეს მიზეზი, ანუ ამ ყველაფრის მიზეზი თვითონ ეპოქა, ახალი ეპოქა, რაღაცნაირად ყველაფერი შეიძლება ადრე არ იყო ესე და ეხლა შეიცვალა და რაღაცა თითქოს გლობალური გახდა ყველაფერი და უფრო მეტი კავშირებია და ნუ ცოტა ფანტასტიკის სფეროში რო შევიდეთ პარალელურ რეალობებს შორის მეტი კავშირი გაჩნდა, შეიძლება ესე ითქვას. კი, საინტერესო რაღაც თქვი, ხა კი, შეიძლება რომ ასეც იყოს. ნუ ერთი მე რაც ვიცი, ის არის რომ სულებს ჭირდებათ დახმარება, რომ აღდგეს ეს ცირკულაცია, მოძრაობა შემოვიდეს სული და არ გაიყინოს, არ გაჩერდეს რაღაცა წრე. ბოლო საუკუნეები ალბათ თანდათან დაიკარგა, თანდათან ვეღარ ხდება ამის გადამუშავება და ბევრი სულია გაჭედილი საკმაოდ. და აი ჩვენთან ახლა რაც მოდის, ხო? ჩვენთან როგორც მასპინძლებთან ის აი ახლა რომ ვაკეთებ ხოლმე დიაგნოსტირებას, ხო, ვისაც ვხედავ. თუ მასთან იმ სულთან, ხო, იმ მაშინ იქ რაღაცა ყოფაში, სადაც არის ის სული, ის არსება. თუ ამას მთელი ცხოვრება გადის რაღაც მდგომარეობას, აი მაგალითად დასჯას, ხო, გადის მთელი ცხოვრება აქ წამებაში გავლილი სიტყვაზე. აი აქ ვინც არის მასპინძელი, ამასთან არის ხოლმე მისი რაღაცა ფრაგმენტი. იგივე მოცემულობა არ არის, მაგრამ პარალელს ავლებენ ხოლმე და თვითონაც ხედავენ. შეიძლება იქ ასაკებიც დავინახო იმ სულს იმ ასაკში, რა ქონდა და აქ ვისაც ვაკეთებ დიაგნოსტირებას, თქვათ რომ სწორედ აი ამ ასაკში, თქვათ ნუ ხა უახლესი დღეების კონსულტაციიდან გავიხსენებ, ხელი გაარტყა მშობელმა. იმ ასაკში სწორედ და აი ხა რო ვთქვათ, რომ ამ ცხოვრებაში ხო არ არის ეს შეძენილი, ხო? ამ ცხოვრებაში შეძენილი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამდენად არის ფორმა ვერ ექნება ამ ცხოვრებაში შეძენილს, მით უმეტეს აი არის შემთხვევები, რომ თითქოს პაციანი უმასა, თითქოს არაფერი ისეთი
თითქოს ადამიანს გართლებული აქვს და მაინც ვერ თავისუფლდება. ანუ მაინც შიგნით აქვს ის რაღაცა ტრავმა, ძალიან ძლიერი თვითონაც ვერ ხსნის, რატომ ვერ ერევა ამ მდგომარეობას. და ვერ ერევა, იმიტომ რომ აქ რაღაცა ფრაგმენტს ეხება მხოლოდ, იმ ფრაგმენტს რაღაცა დოზით ამუშავებს, ახლა შეიძლება დაამუშავოს რითი, რომ თავადაც გახდეს მე სიტყვაზე ხა მაგალითს გავყვეთ რა, თვითონ გახდეს მშობელი და თვითონ იგივე რაღაც აღარ გააკეთოს თავის შვილთან კარგად მოიქცეს სიტყვაზე და ამითი გადაფაროს ის რაღაც არასწორობა მშობლის, რაც წყენა და ბრაზი აქვს, ამითი კომპენსირება გააკეთოს. ან შეიძლება მე ვერ გაათავისუფლოს, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ მშობელი თქვათ მოხუცდა და აზრი აღარ აქვს და ამას ასე თქვათ პატიობს, მაგრამ ბოლომდე ვერც პატიობს, მაგრამ რაღაცით გადაფარვა მაინც ხდება. ან რაღაცა სულიერ პრაქტიკებს აკეთებს და იცის, რომ იტევება და ეს რაღაცეები და ზოგადად გადაიყვანა თავისთავი ამაში, რომ აბა მიგუტევე და აბა ვაპატიე და აბა გაუგე და აბა ის და აბა მის ადგილზე დავაყენე თავი და მისი გადასახედიდან შევხედე. ან ამებს აკეთებს ადამიანი, ხო? მაგრამ რაღაცა მაინც ვერ და რაღაცა უფრო დიდშია აქ საქმე. და აი ეს დიდი ხა არის ის, რაც იმ ცხოვრებიდან აქვს, იქიდან აქვს. და სანამ ნახე, სანამ არ იცი ადამიანმა რას ებრძვი, რაზე უნდა იმუშაო, ხო, კონკრეტულად ზუსტად. თუ კი შენ ეს არ გიცხოვრია ამ ცხოვრებაში, უბრალოდ ის, რომ თქვა სადღაცა მშობელმა გაგარტყა, რაღაცა დამუშავებადია, ამას დაამუშავებ, ხო, ახსნა მოეძებნება, გაგება მოეძებნება, მიტევება მოხდება, რაღაცები მოხდება. მაგრამ რაღაცას ვერ უშვებ. იმიტომ ვერ უშვებ, რომ შენ არ გიცხოვრია. მაგრამ შეგნით ვინც ყავს, მან იცხოვრა სამაგიეროდ. და აქ ძალიან ის არის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად დაარქვა სახელი იმ მდგომარეობას, რაშიც ადამიანი ხარ, რასაც განიცდი. აი ეს არის უმთავრესი. სანამ შენ განცდებს არ არქმევ სახელს, იქამდე არ ხდება გათავისუფლება, არ ხდება გაშვება. არ არსებობს ერთწლედადადი ხარ ადამიანი. მაგრამ ხომ უნდა იცოდე, რას დაარქვა სახელი და როცა ხა ადამიანს ამის ხედვა არ აქვს, ძალიან რთულია დაარქვა სახელი, ხო, იცოდე რაზეც სამუშაო. არ იცის ადამიანმა, ხო, ანუ თქვათ, ეხლა შენ რო ეუბნები კონკრეტულად კიდე გააცნობიერებს, მაგრამ ადამიანის უმეტესობამ კი არა, თითქმის რა ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთოდ არც კი იცის ესეთი რამე და არც გაუგია და არადა ეს მასზე მოქმედებს და ამ შემთხვევაში თავისით რო გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან როგორ შეიძლება თუ არა ეს და როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ანუ რა შეიძლება განაპირობოს, რომ თვითონვე მოაგვაროს ეს თემა, გაათავისუფლოს ეს თქვა საკუთარი თავი ამისგან და გამოვიდეს. ხო, კაი კითხვა. თვითონვე, თუმცა ეს არის. ერთი ის ვიცი, რომ ბუნებასთან ურთიერთობა გვეხმარება ძალიან ბევრ რამეში. ასევე სიხარულის, რაც აი ძალიან ბევრია ეხლა მობარებულ სულებში, დაკარგულია სიხარულის განცდა. დაიბრუნოს ადამიანმა სიხარულის განცდა. თითქმის არსად აღარ არის ეს, სადაც არიან მობარებული სულები და ყველგან არიან ფაქტიურად ეს მობარებული სულები, ნუ ჩვენ ქვეყანაში მაინც და აი სიხარულის განცდის დაბრუნება, დაიწყო რაღაცეების შემჩნევა, იმიტომ რომ ეს სულები რო გაიჭედნენ, დაკარგეს, ასე ვთქვათ, აღქმა, ხო, დაკარგეს აზრი ცხოვრების. განცდის უნარი დაკარგეს რაღაცის, რწმენა, დობა რაღაცები დაკარგეს. და უფრო მეტად არის ასეთ რაღაცებზე სამუშაო. მიზან მიმართულად იმუშაო ადამიანმა და აი ხა დღევანდელი ადამიანიც ხო არის სულ ინერციაშია წასული, ხო, თითქოს აქ არის, თითქოს ცხოვრობს და ამას არაფერს არ ცხოვრობს, არაფერს არ ამჩნევს, ვერ ხედავს. აი დაიწყო ადამიანმა დაკვირვება, დააკვირდა აბსოლუტურად ყველაფერს რა, აბსოლუტურად. ფორმებს რა, ეხლა თუნდაც აი ეს ჭიქა რომ აქვს აქ, აი ეს ჭიქა, ხო? აი დააკვირდე ამის მოხატულობას, ზომას, წონას, ფორმას, მის ტემპერატურას, გარშემოწერილობას, ანუ დააკვირდე. მარტო ის კი არა ჭიქა და ამფერია დაახლოებით იცი. აი ისე დააკვირდე, რომ გვერდით რომ დაწევ, გახსოვდეს როგორი არის. შეგეძლოს მისი აღწერა. ანუ აქ შეგეძლოს დაახლა, მისი დახატვა. აქ დაახლა ყოფნა და სიფხიზლე ჩართული, ყურადღება, სიფხიზლე, კონცენტრაცია მაქსიმალური. რწმენა და დობა აქვთ კიდე აქტიურად დაკარგული. ანუ საბოლოოდ მაინც არ არის, რომ რაღაცა მაინც კარგად იქნება, რაღაცა გაამართლებს, რაღაცა. ხო, ნუ არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურია მაინც ეს და ეხლა ეს ცოტა რთულია რაღაცები.
და ჩემი ვიფიქრო. ვერსია არის, არ ვიცი როგორ მეთანხმები ამაში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს წინა ინკარნაციების, ეს ვთქვათ, ანაბეჭდები ჩვენში, ანუ ჩვენივე თავი წინა ინკარნაციებში, ან შეიძლება პარალელურ რეალობებში საერთოდ, ანუ ძალიან შეიძლება. ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს. ხო, მაგას ახლა არ ვფიქრო, რომ ძალიან მნიშვნელობა აქვს რა. თავარი შენი მიზანია რომ დაეხმარო ესეთ ადამიანებს, ჩემი მიზანია რომ ავხსნა როგორ ხდება, როგორ ხო, ყოველთვის სმენა. სმენა. ხო, ხო. ხო, რთულია ახლა შენ ეს მიიღო მასში, როცა ყველაფერს აზრით გინდა გაანალიზო და მე უყურებ ამას შეგრძნებით, ანუ არა, შეგრძნებით მიიღება არ არის მიყვები ამ რთული, ხაზს. ყველაფერი მესმის, უბრალოდ რაღაცაში მინდა ჩავხსვა რა, ხო, რაღაცის ახსნა ხო, კაი იქნებოდა კი ეს ახსნა რომ მოხდეს. ნუ აი, მართლა ერთადერთი მართლა ეგ ვიცი, რომ გვებარებიან, სანამ ჩვენ მათ არ ვათავისუფლებთ, არაფერი ჩვენი არ იწყება. მისი არ გაშვებით, არ დანახვით, არ მოვლით, არ აღიარებით, არ შეყვარებით, გვივლინდება აბსოლუტურად ყველაფერი ცხოვრებაში. იგივე რაღაცებს ვიღებთ, იგივე დაავადებებს ვიღებთ, აი თუნდაც ახლა ბოლო დროს რაც წამოვიდა დიაგნოსტირებებში, უშვილობის საფუძვლებიც მათ არის, დაავადებების საფუძვლებიც, რაღაცა წარუმატებლობაც, რაღაცა ნუ ახლა ეს ფინანსები, პირადი ურთიერთობები ხო თავისთავად ამ ცხოვრების რაღაცეები, ჭარბი-წონაც კი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი მან ებმევა. და თუ იქ არ ხდება მუშაობა, ეხლა აქ რაღაცა ფრაგმენტს ეჭიდავე, მაინც არ არის რა, მაინც ვერ ხდება ის შედეგი. მაინც ვერ ხდება გამოთავისუფლება და სადღაცა ანუ იბრძვი, ძალიან დიდი საიცოცხლო ენერგიის დანაკარგი გაქვს შედეგად, დროც იკარგება და სადღაცა გაძვრე რა, სადღაცა რაღაცა მოახერხო და ეგეც ძირითადად გადაფარვის და ძალიან დიდი თვით დაპროგრამების შედეგად, რომ აი სრულიად გააქრო ის, დაიგნორო და შექმნა შენი რაღაცა ის პროგრამა აქვს, რაც დიდი უმეტეს შემთხვევაში არის თავის მოტყუება. მოკლედ და უმეტეს ნამდვილი ცხოვრება არ არის ეს რა, აი ნამდვილი რაც არის, სინამდვილესგან ძალიან შორს არის ეგ უკვე. რეალურად ეს ყველაფერი არის გარკვეული როლები, ხო, ერთ-ერთი წამყვანი როლები და ადამიანების ძალიან დიდი უმრავლესობა როლებში არის გაჭედილი, ანუ როლების დონიდან ვერ გამოდის და შესაბამისად ვერც აგვარებს პრობლემა. ანუ იმისთვის რომ გამოვიდეს, ჯერ სხვა ლეველზე უნდა გადავიდეს, თავისი მეტი აჰა. გაცნობიერებულობით, თავისუფლებით და ძალისხმევით, რაც თავარია, ანუ ძალისხმევა აჰა. არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესოა. და თვითონ ამ ყველაფერში, ეგეც მაინტერესებს, ანუ ეხლა ენერგია ბევრი იხარჯება ხოლმე ზოგადად და მაგიტომაც ეხლა ბევრ კონსულტაციას ერთ დღეში არ აკეთებ, ხო? ერთი ან მაქსიმუმ ორი და ანუ როგორ ახდენ ენერგიის აღდგენას ამ ყველაფრის მერე და კიდე მაინტერესებს შენი ენერგიით უშუალოდ ეხმარები ადამიანს თუ უბრალოდ დიაგნოსტიკაში, ასე ვთქვათ, აკეთებ შენ ძალისხმევას და რჩევებით ეხმარები უფრო ინფორმაციულად. აჰა. ბევრი კითხვა დავსვი, მაგრამ ხო, მოკლედ. აა, ხო, როჩი აბა ჩამიშალე. ცალკე მომაწოდე. ენერგიის აღდგენას ჯერ ეგ მითხარი. აა, ენერგიის აღდგენას როგორ ვაკეთებ? ზარმაცი ვარ მაგაში ძალიან. ეგ ის არის ასიც ძალიან ბუნებრივად მივდივარ და რაღაც ის ესე შემოტანა და რაღაც ის დაპრაქტიკება, ან პრაქტიკოსი არ ვარ, მაგრამ არც მინდა რომ ვიყო რატომღაც ორგანიზმი არ იღებს ამას. რაღაცა ბუნებრივად რაც ითხოვს ორგანიზმი, მაგას ვაკეთებინებ. ნუ არის შემთხვევები, რომ სადღაცა გავიჭედები, ან ცუდად გავხდები დიაგნოსტირების მერე, ან ვიტირებ, რაც დამემართება, ან 1-2-3 დღე უნდა მეძინოს, ან არაფრის ხალისი არ მქონდეს, არც სრული არ მქონდეს და საჭესთან ხო ვერ ვჯდები და ვეღარ ვჯდები ამ ყველაფრის შედეგად. აა, და რაც ენერგიის აღდგენა, ნუ ჯერ ის რომ ენერგია უფრო მეტი იკარგება, რაში იცი, დანახვაში კი არა, დანახვას მარტივად ვაკეთებ რეალურად. არ დანახვაში უფრო დიდი ენერგია მეკარგება, რომ რაღაცა არ დავინახო, სადღაცა იქ არ შევიდე, სადაც არ შეიძლება რომ შევიდე. და ხაზს გავყვე და ეს დავიჭირო რა, ის თავარს მივაგნო. ისე რომ არ დავიქანტო რა, არ წავიდეს სხვადასხვა მხარეში, სხვა რაღაცებში არ გადავიდეს, იმიტომ რომ ხედვა ძალიან ბევრი მოდის, ძალიან ანუ მრავალფერო არის. კონტროლში იკარგება, იხარჯება აი ენერგია. მართო ეს პროცესი რა, სწორად მართო ეს პროცესი და ზუსტად იმ წერტილს მიაგნო, სადაც იმ მოძრაობას, იმ მონაკვეთს, იმ არხს. აა
და ის რაღაცა არ დაინახო, რაც არ უნდა დაინახო, კონკრეტულად იმ შემთხვევაში, რაცაც ვერ გაუკაჩავ, ან ვერ ზიდავ, ან არ არის საჭირო, სხვადასხვა რაღაცა არის და ნუ ბუნება ყველაზე მაგარი აღდგენია რა, ბუნება, ჩემთვის მდუმარება. ხო, მდუმარება მგონი ყველაზე მაგარი არის, რომ სადაც არ მინდა რომ სხვა რაღაცამ გამარხვიოს, შემარყიოს, მიმოსვლა მქონდეს სხვა ენერგიებთან და ხო, რაღაც ესე არის ეს ამბავი. საინტერესოა. და მარტივი პროცესი არ არის, რო ვთქვათ, რომ ეხლა მარტივი პროცესია. უფრო შეიძლება ვთქვა რა იცი, აი ძალიან მტკივნეული პროცესია. ძალიან ძალიან. და აი ამ ტკივილის შემდგომ, ამ ყველაფრის გატარების შემდგომ მოახერხო რა. აი მოახერხო დარჩე, ან გინდოდეს კიდევ ამის კეთება. ამ ხელად ტკივილის მიუხედავად, ამის დანახვის მიუხედავად, იმ ცხოვრებას ხო ატარებ, იმის ყველაფერს განიცდი ხო, მასში გადადიხარ და ის ხდები შენ. ოღონდ თან დამკვირვებლის პოზიციაში რჩები. აი ძალიან რთულია, რომ საერთოდ ხელი არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე რა და დარჩე აქ. დარჩე რწმენაში, დარჩე ნდობაში, შეძლო სიყვარული, შეძლო რომ სიკეთეში დარჩე. ამ ხელად ტკივილის მერე, ამდენი რაღაცის დანახვის მერე, ეს აი ესენი მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, რომ გაუძლო ამას და გაუძლო ისე, რომ მინიმუმ არ გაბოროტდე რა, გული არ ჩაკეტა. რაღაცა ისეთი არ დაგემართოს, აი ეს არის. თავდაცვებში არ გადახვიდე ზედმეტ კი, თავდაცვებში. ეგეც, კი. და აი დაიგნორებაც მემართება ხოლმე ძალიან ხშირად, რომ უბრალოდ აღარ მინდა რომ რაღაც შემოვიდეს, რაღაც გარეთ აღარ გავდივარ, რომ ვინმე არ დავინახო, ვინმეში არ შევიდე, ვინმეს ორგანოები არ დავინახო, ან რა ვიცი რაღაც ცხოვრებისეული მოვლენები. და ხო, კიდე რა მაინტერესებს? იწუწუნებ ახლა ესე არის ვარგენს, გავჩნდა ჯობია. ასევე არტ თერაპიის სპეციალისტი და კონკრეტულად ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი და ეს წოდნა როცა მიიღე, ამან შეცვალა რაღაცა შენ ხედვებში, შენს მიდგომებში თუ გააუმჯობესა თუ რა როგორ მოხდა? ანუ ეს ყველაფერი როგორ შეეწყო შენს ბუნებრივ თანდაყოლილ მოცემულობას და უნარებს? ალბათ ეგ ის არის, რაც რისი მიღებაც მოვახერხე და შევძელი გარედან. გარედან ესე მარტივად ვერ ვიღებ რაღაცებს. ეგ ის არის ალბათ რატომაც ახლა მივიღე, რაცაც თავიდან ვაკეთებდი ბავშვობიდანვე. აი ეს ნახატების დანახვა, ნახატების ახსნა. ანუ ორგანული იყო ჩემთვის, ჩემიანი რაღაც მდგომარეობა იყო. და როცა ეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ანუ ამ ფორმით შეიძლება ადამიანს დაეხმარო, მან ცოტა რაღაცა გამოვანათა ჩემთან და რაღაცა გზა ვიპოვე, რომ თურმე შეიძლება ადამიანს დაეხმარო რაღაცნაირად, თან ისე რომ არ შეგეწყოს, რომ რაღაცა სხვაში ხარ, რაღაცა სხვა საკეთებ. არ ვიცი. ანუ შეგიძლია არტ თერაპევტის და ფსიქოლოგის ენით გააправო ის ყველაფერი, რასაც ისწავლე პირდაპირ ენერგიის კუთხით, ხო? აუ, კი, ზუსტად. ეგ მაშინ გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ აი რაღაცა არც რო იპოვი, რომ შეიძლება ამ ფორმით გამოვიდე რა. არ გიქნა და ეგეთი რაღაცები. ხო. აი რაღაცა შეგიძლია რომ ამ მხარეს წახვიდე და ამ ფორმით იმოქმედო. თან, იმიტომ რომ ეს ენერგია ითხოვს რომ იმოქმედო, ან აი ვერ ახერხებ რომ შეაკავო. პროცესში უნდა ჩართო რა, ვალდებულებას გაქვს რაღაცნაირი თითქოს ამისი და რაღაცა ფორმას ეძებ, როგორც გამოვლინდება და მერე ხა მივიღე ერთია ეს ცოდნა და ძალიან მაგარი ცოდნა ანთროპოსოფიული სამკურნალო ხელოვნების თერაპია, ძალიან დიდებული და ძალიან დიდ პროცესებში ჩაყავ და მართლაც ირემისეულად მუშაობს, მართლაც. უბრალოდ აი მერე უკვე კურსების ჩატარება რო დავიწყე, მან უკვე თანდათან შემოიპარა ისინი, რომ აღნიშნავდნენ, რომ რაღაცა სხვას აკეთებ და ეს არ არის ის რაღაცა. და თითქოს კაი დადებით კონტექსტში იყო ეს ხოლმე ნათქვამი და ძალიან ანუ ამაზე მოვედით, რაღაცა ცოტას რო ელოდებიან და ვაუ, ის არის, ანუ რას ხედავ, როგორ ხედავ და
მანდ მაინც ჯერ კიდე ის იყო, რომ აი ნახატში ხედავ რა, ანუ ნახატი შემიძლია ახლა ეს დავამტკიცო, დავადასტურო, აი ნახატში ესა და ეს ამბობს ამ ინფორმაციას და არა, აუცილებელი არ დავამტკიცე. არის. აუცილებელი არ ხო, არის. რა არც კითხულობენ როგორც წესი რა, ეხლა მაგრამ აი ადამიანებს ხო ჭირდებათ სანამდე უნდა იყო ესეც, იმიტომ რომ ცოტა არ ყოფნის, როცა ამ ხელა რაღაცა ხედვა გაქვთ, უნარი გაქვთ რაღაცა და რაღაცა უფრო დიდზე უნდა გაგიყვანოს წესით, ეს რაღაც არ ყოფნის, იმიტომ რომ მე კითხვები ჩდება, რომ ნახატში ამ ხელა ინფორმაციას როგორ ხედავ, ახლა მოცდად ყოფნას მაგალითად როგორ ხედავ, იქ რაღაცა ურთიერთობებს, იქ რაღაც მოცე აი რანაირად და მაგას ახლა არ რო ხვდები რომ რაღაცა სხვა უნდა შემოიტანო, თანათთან უნდა გაბედო და გახსნა ეს რაღაცეები და ხო რა, შენი თქმის არ იყოს, მაგითი გაბრალთ. აი თავიდან რაღაცა ნახატით ასე და ამ რომ ფორმით ნახატები ჩვენ შემოვიტანე აკეთებ რა ეს სახე. კორექციას. ანუ ნახატები ჩვენ აკეთებ კორექციასაც, ხო? ანუ კონკრეტული ნახატის მერე უნებ რჩევას რა შეცვალონ და ეს არის თერაპიული ეფექტის. აა ნუ დაახლოებით. ნახატიდან ვიწყებ, მე გადავდივარ ამ ჩემს რაღაცეებში და ამის უკვე რაღაც მეშინია, რაღაც ვერიდები ამას. და მე აქედან გამომდინარე ადამიანს ინდივიდუალურად, რაც მას ჭირდება, რასაც გრძნობრა ინფორმაციაც მოდის, ვეუბნები რა გააკეთოს. როგორ იმოქმედოს ცხოვრებაში, რა შეცვალოს და იქვე თუ კი არის შანსი, რომ იმ ნახატშიც უკვე რაღაცა შეიცვალოს, მცირედი თუნდაც, იქაც თუ არის რაღაცა პატარა შანსი, რომ რაღაცა ქვეცნობიერში ჩაიწეროს, იმიტომ რომ ძალიან ქვეცნობიერს ეხება ეს პროცესები და ზედაპირზე არ არის. მე და მახსოვს გრძელვადიანია. ფესვები არ ქონდა ხეს რაღაცას პატარა ფესვები ქონდა და დიდი ფესვები დამახატინე და რაღაცა დიდი სიმხარე მიმაცემინე ხისთვის, თორე რაღაც ძალიან საშიები. ჩამო ჩამოგამიწე, ხო? გამამიწე. ჩამომიწე. ხო. ხო, აი მანდ ისიც არის, ბავშვებთან არის მნიშვნელოვანი, როცა ნუ პატარებთან ცხადი არა, უფრო მოზრდილებთან ჰაერში რომ ხატავენ რაღაცებს, ნივთებს, ან სახლებს, ან ხეებს, ან რაღაცა ადამიანებს, რომ ურჩიოთ, ან მიუთითოთ, რომ რაზე შეიძლება იდგეს ეს, ანუ ხე რაზე დგას, ან სად არის გაიყვანო ბუნებაში აჩვენო და მე მომდომ რომ დაახატოს, ან შენ არ უნდა დაახატინო, არც უნდა უთხრა. მაგერად არც უნდა დაუხატო შენ. უბრალოდ დააფიქრო, რომ იქ ნიადაგი შექმნას მერე და უფრო გამყარდება ეს ადამიანი და უფრო დასულად იგრძნობს თავს. და პატარა ხო, ჩანართი გამომჩა გავდივარ. კიდე მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრა, რომ პირველ რიგში თათა არის ბრწყინვალე მხატვარი, ბოლო დროს აღარ ხატავს, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარია და კიდევ რაც თავარია, თათა ძალიან კარგად მუშაობს ბავშვებთან. და ბავშვების ართ-თერაპიული კურსი გააკეთა ჩანაწერების სახით და ძალიან სასარგებლო და საინტერესო კურსია. ეგეც მადლობა. შევიფერებ. ხო. კიდევ რა მაინტერესებს, ცი? აა ანუ ზოგადად ადამიანებს გასაგებია, მაგრამ რაღაცა ცოტა გლობალურ მოვლენებზე, თქვათ, თუნდაც საქართველოზე, თუ ხედავ ამ მომავლის ინერციებს და აი მაგ ხრივაც რა სიტუაცია განსაკუთრებით საქართველოს მოვლენების კუთხით მაინტერესებს შენი აზრი. მაგის garaშე ვერ მოითმინე, ხო? ეგან ან პოლიტიკურ კუთხით გარჩევას არ გეუბნები რა, ის ენერგეტიკულად და აა კარმულად ეგრეზე ითქვას. მმ იცი ახლა რას ვხედავ მაგის თქმის განჯობია თავი შევიკავო. ჯერ კიდევ ფორმირდება და არც არის საჭირო რაღაცების თქმა. აა მმ რა გვჭირდება ეს შეიძლება ვთქვა. ჩვენერი ჩვენ როგორც ქართველებს, როგორც კავკასიელებს, სადაც ძალიან დიდი ძვირისულები იბადებიან, რაც გვაცდენს ძალიან ბევრ რაღაცას დავწდით ძალიან ხას. აა რა გვჭირდება? გვჭირდება რაც დაიკარგა, ეს არის უბრალოება. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. ერთობა, მ ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის პატივისცემა. მ თანაგრძნობა, მადლიერებად, მე მგითხო. მადლიერებაც კი, დაფასება. ხო, ესეთი რაღაცეები არის, რაც ძალიან გვჭირდება და რაც ძალიან დაიკარგა.
და კიდე ბევრი ასეთი რამ. საერთოდ სიყვარულის უნარი და მიმღეობის, სიახლის მიღების უნარი ხო საერთოდ. აა ესე და მგონია ახლა ქვეყანას რომ ვალები შევხედოთ, გვაქვს, წარმული ვალები გვაქვს, აი 20 მოკლედ 30-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაწყებული ეს კომუნისტების დროს რაც იყო მთლიანად რა, ანუ დასმენები, დაბეზღებები რაღაცა, ანუ ადამიანები ერთმანეთს რო ძირს უთხრიდნენ და ძალიან სიხარბე იყო და მით უმეტეს ეკლესიებს მერე რო ანგრევდნენ და ასე შემდეგ, მოკლედ ეგ პერიოდი არ ქონდა კაი წარსული მთლად. თითქოს ვალად მოყვება რა ესეთი შეგრძნება მაქვს და რაღაცა გამოსყიდვა თუ გამოსწორება თუ რაღაცა არის საჭირო ამისთვის რა გაშვება რაღაცა ფორმით. თუნდაც ახლა ეს მეტეხთან რო ხდება რაღაცა რამდენიმე შემთხვევა იყო მეტეხიდან რო დამთხოვა ვერ იქნება ხო ესე მოკლე მონაკვეთში ამდენი რაღაცა არის კავშირში ხო რაღაც ენერგეტიკული ამბავია მან და მაგასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? აა ხო, დამთხოვები ესე არ არსებობს. ხო, მეტად არასწორი წარსული გვაქვს, არასწორი სამწუხაროდ. ენერგეტიკული კუთხითაც და სულიერი კუთხითაც სამწუხაროდ მართლაც. და მეტეხის იმადეგარი მნიშვნელოვანი მეტეხის მდებარეობა თავად ადგილი. მეტად ის არის საკვანძო ადგილია ეს, მეტად გარდამტეხი ადგილია ეს. ეს არის აი რაც კულტურული დატვირთვაც, სულიერი დატვირთვაც, პოლიტიკური დატვირთვაც ძალიან დიდი აქვს და ეხლა ეს არის ხონი მე-5 საუკუნიდან არის მანდ ბაზა რაც არის და იქიდან მოყოლებული ახლა წარმოიდგინე რამდენი რაღაც წყდება მანდ, რამდენი რაღაცა გროვდება, რამდენი რაღაცა გუბდება, რამდენი რაღაცა იკუმშება, იმიტომ რომ ძალიან ტეხილი ადგილია საერთოდ და ძალიან ძლიერი ადგილია და ძალიან მყარი ადგილია, რომელიც ძალიან ბევრ ამას ინახავს თავის თავში. უზარმაზარ რაღაცებს ინახავს და არხიც არის მანდ გაჭედილი. და ეს არის ხა ენერგეტიკულად რო ვთქვათ, მანდ ორი წერტილი არის, სადაც თავარი კვანძებია და რა კვანძებიც უნდა გაიხსნას და რაც ხდება ახლა საერთოდ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მაგ ადგილს განუხტვა ჭირდება და მოვლა და მიხედვა ძალიან ჭირდება. უფრო ანუ კავშირი ნახე, კავშირი ძალიან დიდი კავშირი ცნობრო არის ამ ეხანდელ მოვლენებთან, რაც ახლა ხდება და ეს არის რა ვიცი, უნდა მივიღოთ ფიქრობ როგორც ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ დროა ერთობის, დროა ერთმანეთის მიღების, დროა გამთლიანების, რაღაცა ძველის და ახლის ჭიდილია, რაღაცა ძალაუფლების გაყოფის ჭიდილი არის. ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა არის და ძალიან შეჯახება მოხდა და ეხა ეგ წერტილი, სწორედ ეგ წერტილია, სადაც ესენი ეჯახებიან და სხვა ადგილზე ვერც იქნება ეს შეჯახება. მენტალობის პოლარიზაციასაც აქვს ადგილი, ანუ ძველი მენტალობა და ახალ მენტალობას პირდაპირ შეეხეთქა, რას ქვია და ძალიან გაძაბულობა არის ამ ხრივ. და კიდე ის მომენტი, რომ ბავშვები რო ეწირებიან, ანუ ძალიან ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა და მოზარდი მოკვდა პერიოდი ბოლო წლების განმავლობაში და ხო, ამაზე ძალიან გვაქვს სამუშაო, ძალიან. მარტო ის არა, რომ ეხა ანუ ქვეყნის ეხა თავი და თავი რა, მაინც ანუ ჯერ რომ ჩვენ თავებში თვითონმა ჩვენგან უნდა ვიმუშაოთ და დავფიქრდეთ. მაგრამ ადამიანი რომ აქამდე მიხვიდა ერთეულები კი არიან, ვინც მუშაობს და რაღაცა სვლის, ხო? რომ რაღაცა არხი გაასუფთავოს, ველი გაასუფთავოს, რაღაცა დადებით ენერგიაში გადავიდეს, მაგრამ ამ ხება რაღაცას ხო ვერ მოერავი და ეს რაღაცა ეხა რაზე დგას? აი რაც უნდა ამოყირავდეს ქვეყანაში, საიდანაც ძალიან ბევრი უბედურების სათავე არის და არასწორად მიდის რაღაცეები. აი ხა მაგალითად რა გვაქვს ამოსაყირავებელი არის შესაძლებელი. თუ მკითხავ, საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს პირველ რიგში. ნუ დავიწყოთ ესეც კი. ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, მედია, ტელევიზია.
მაქედან ძალიან ბევრი რაღაცა მოდის. აი მთელი უხარისხობა მოდის მაქედან ადამიანების ცნობიერების ამდენად მინუსებში წავსვა მაქედან იღებს სათავეს. აუცილებლად ამოსაყერავებელი შესული არის ხო ესენი. საპატრიარქო ხო თავისთავად გასაწმენდია მთელი 80% თუ მეტიც არა. ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ მან მთელი უპასუხისმგებლობა მან იღებს სათავეს და ფანატიზმიც და არ ვიცი გაზუგლუქება არის ფაქტიურად რა, სადღაცა ღმერთო გვიშვედე რო არის მარტო. და შენს თავზე რო არ იღებ ამას ამ პასუხისმგებლობას, რომ შენს თავში იმუშაო და რაღაცა ღმერთის სახელით და ღმერთმა აპატია და იქ რო იწყებლები, ეხა ეგ აღარ არის რა, მათ არანაირი ღმერთის სახელი არ არსებობს და აღარ სიყვარული და აღარ პატივისცემა. თუმცა ის სიყვარული ხო ღმერთის შიში და უფლის შიში და ეს რაღაცა ეხა წინა დღეებში კომენტარი რო დაწერა რაღაც ჩემს ვიდეოზე, ძალიან რო გაუბრასდი. ხო ბავშვებს უნდა ასწავლოთ ღმერთის შიში და რაღაცა შიში კი არა სიყვარული უნდა ასწავლო ხო ამას და სწორად მიცე ფორმირება რა ამ მიმართულებას და არ და ამდენ არ ჩაუკეტო ადამიანს ცნობიერება რა ცოტა გააფართოვე გახსენი მიეცი ის რაღაცა საზრდო რაც მართლა არ ვიცი ქრისტეა და რაც მართლა სიყვარულია და რაც მართლა ერთობა და უბრალოება და სიწმინდეა ხო მანდ ხა რო წავიდეთ ბრაზებში უნდა წავიდეთ გინდა ხო? კითხვები დასვით თუ კითხვები გაგიჩნდათ თათასთან? ხო დასვით. ამეტეხის ხიძზე ის შეიძლება ითქვას რომ ნამდვილად არ გვაწყენს განსაკუთრებით ის ვინც ახლა ბრაზშია, აგრესიაშია, გაღიზიანებაში არის, სხვის ლანძღვა-გინებაში არის, ამ ადამიანების ჩართულობა, პატიება, მონანიება, მათ მისვლა და კიდევ ბევრი სხვა საერთოდ რიტუალით შეიძლება ჩაატარდეს და მათ შორის საპატრიარქომ შეიძლება ჩაატაროს უამრავი რამ რაც ძალიან დაეხმარება და რაც ადამიანებს ამ რაღაცა შეთანხმება უნდა დაიდოს მაგ ადგილზე. რომ ეს რაღაცეები შეწყდეს. და ესე მარტივად არ არის. აქ არა სხვაგან იქნება, მაინც ამოხეთქავს ეგ და აი ეს ერთობა და გაერთიანება და ერთმანეთის მიღება და ურთიერთპატივისცემა და ზრუნვა ერთმანეთზე თუ არ დავიბრუნეთ, არც გაბწყინება იქნება და არც არაფერი. და თუ დავიბრუნეთ, გაბწყინებაც იქნება და ბევრი ძალიან მაგარი რაღაც იქნება. არ გვაქვს პოტენციალი თუ რა, უბრალოდ ძალიან აუცდით გზას რა ძალიან. ო ძალიან გარდამტეხი პერიოდია ზოგადად რთულიც ყველანაირად რა ვიცი ანუ არა მარტო საქართველოში თელ სოფლიოში ესეა ფაქტიურად და ჩვენზეც აისახება რა ხო და მე ძალიან დიდი იმედი ჩვენშია, მთავარი ჩვენშია რაც რატომაც ხდება იგივე რაღაცეები, ჩვენი ენერგიით ხდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი არაფერი იმედი სხვით. რომ სწრაფად შევცვლით ყველაფერს, მაგრამ მთავარი ჩემი აზრით არის რომ საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, არ ვიყოთ ვიღაცის იმედზე, თუნდაც დასავლეთის თუ ამერიკის თუ ღმერთის, თუნდაც მარტო, ესე ვთქვათ, და პირველ რიგში საკუთარი პასუხისმგებლობა ავიღოთ და საკუთარი განვითარება, ესე ვთქვათ, იყოს აქტუალური, რაც გამოიწვევს მერე ყველაფრის განვითარებას. ხო, სიყვარულში უნდა ვიყოთ და სიკეთეში უნდა ვიყოთ და მიღებაში და არ გვეშინოდეს რაღაცა ახალი ტალღის, ცვლილებების, სიახლის, სხვანაირი სახის, აი დღეს გააზიარე რაღაცა კარგი და ძალიან მართლა მასე არა. რაც კინოკადრი იყო მგონი. კი. ტიპების თემაზე გავაზიარე, ხო? ხო, საფრთხე დაგიქნება პირდაპირ ეს რაღაცას. თავრობებს ეშინიათ თავისუფალი ადამიანებისა და ახლობით იქ იყო შინაარსი. რატომაც უპირისპირდებიან თუნდაც თეატრალურის მსახიობებს და ამ შემდეგ სტუდენტებს. ხო, ადამიანებსაც ზოგადად სიახლე ნიშნავს საფრთხეს, იმიტომ რომ იქ არ იცი რა მოხდება, რა გელოდება, რას მოიტანს, კონტროლს კარგავ და უსაფრთხოებაზე გადის რა ეგეც. მოკლედ გაერთიანება, ოღონდ არა ბრბოსი, ესე ვთქვათ, არამედ ცნობიერი უნდა მოხდეს და ძალიან მიზანმიმართული. ეს არის გამოსავალი ჩემი აზრით. და კონსტრუქციული ერთმანეთის შეძულების და ესეთი ბრმა პოლარიზაციის გარეშე. ხო, ადამიანობა გვაქვს დასაბრუნებელი ადამიანობა. თითოეულ ჩვენგანს. ნამდვილად. თათას კი არ უყვართ ჩემი ეს რო ვარეკლამებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვიტყვი, 3 ადგილიღა დარჩა, 20-ში იწყება თათას არტ-თერაპიული კურსი, მოასწარით, ჩაეწერეთ მსურველები და მოკლედ არ თქვაო თათა მითხრა, მაგრამ მაინც ვიტყვი. გამოვიყენებ ეთერს. კანი და სმენა ერთად.
განიც საჭიროა და მარკეტინგიც. კითხვები რაღაც არ მოდის და ალბათ უმეტესობა მერე ნახავს ჩანაწერს, როცა აუტვირთავ და მერე შეგიძლიათ დასვათ კითხვები და ვეცდებით გიპასუხოთ. აა, ალბათ გადავცემ ხოლმე კითხვებს თვითონაც ნახავს. ხო, ნაკლებ კონცენტრირებული ჩართვა იყო, მაგრამ მადლობა, მაინც რაც იყო იმისთვისაც შენ თავსაც, შენს თავსაც, მსმენელის ენერგიებსაც. აა, ესე უნდა ყოფილიყო, ესე იგი, რაც უნდა ყოფილიყო და ესე იყოს. ხო, თავარი რაც გვაინტერესებდა, პრინციპში პასუხი მივიღეთ მობარებული სულების თემაზე, იმიტომ რომ საერთოდ ახალი რამეა საქართველოში კი არა, საერთოდ ანუ მართლა პირველად გავიგე ეგეთი კონცეფცია, ანუ რაღაც მსგავსი, როგორც ვთქვით, კი შემხედრია, ახუნებიც ვახსენეთ წეღან, იქაც არის, ბევრგან არის, მაგრამ აი ზუსტად ამ ფორმით და რაღაცა ესეთი ფორმულირებით უნიკალურია და ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი, ჯერ სად ვარ. ახლა დარწმუნებული ვარ, 1 წლის შემდეგ ეს ჩანაწერი რომ მოვისმინო, ძალიან გამიცინება. და რა ახლა იწყება და ჩემი შეგრძნებით საკმაოდ ბევრ რაღაცაზე უნდა გავიდე და გავალთ. თან იხსნება ეს რაღაცები და არც ჩქარობ ახლა. სულ რაღაც ბოლო 2 წელია ფაქტიურად, რაც ვაღიარე ეს რაღაცები ჩემში და როგორც მოდის. მე არ სადმე ჩქარება. მე შეიძლება როგორც პიროვნებას მეჩქარებოდეს და როგორც მასპინძელს, მაგრამ იმ ჩემში შინაგან არსებას ამ ხედვებს თუ ვინც მყავს არ ვიცი შიგნით. არ ეჩქარება, საერთოდ არ ეჩქარება არსად. როგორც მოვა, ბუნებრივად როგორც მოდის, როცა უნდა ინგობილი მოვიდეს მოვა. ხო, რაღაცა მარადიული მდგომარეობაა ეს რა, კიდე ცალკე თემაა ახლა. რაღაცა პიროვნებას თქო ეჩქარება, რაღაც უნდა იყოს, ესე არ არის, რაღაცა მაინც კონტროლი აქვს და ის მეორე მხარე არის, რომ და წნარად მოვა რაც უნდა მოვიდეს, როცა იქნება. ძალიან რა გადამდებია ფორმითაც შენი იქნება და არაფერია საჩქაროა. ძალიან გადამდებია შევს. სხვებსაც ხო, აა, გონილა დავამთავროთ, ხო? დავასრულოთ, რა ვიცი, რამე მიმართვა თუ გაქვს მაყურებლის მიმართ რაღაცა, თუ გინდა უთხრა ან რჩევა, ან თუნდაც ამ მობარებული სულების თემაზე მთავარი რა გაითვალისწინონ და მაგით დავასრულოთ. მობარებულ სულებზე კი არა, ხო, ეგ როგორც თქვი, ძალიან ის არის, ძალიან ინდივიდუალური თემაა რა, ძალიან და აი ვერ იტყვი ესე რომ აინც ეს უნდა აკეთო, იმიტომ რომ ეს რაღაცა რო აკეთოს შეიძლება პირიქით იმ სულთან და იმ მდგომარეობასთან, იმ პიროვნებასთან, მასპინძელთან რაღაცა არ დაჯდეს, ვერ დაჯდეს და არასწორი დრო იყოს ახლა ეს მესიჯი რომ მიიღოს და მაშინ უნდა იყოს, როცა უნდა იყოს ეგ ცალკე თემა. უფრო იმას ვიტყვი რა, რომ აი ხა ადამიანებს ხო ხედავ, ხო, ამდენად ხედავ მინდა არ მინდა და იმასაც ხედავ, რაც თვითონაც კი არის ადამიანი ხშირად თავის თავზე. არ უღიარებია კი არა, არც მისულა იქამდე, რომ ეს იცოდეს, რომ თავის თავში ეს მდგომარეობა არის. და ამდენ რაღაცას რო ხედავ, ანუ იმის თქვა მინდა, რომ არ ჭირდებათ ეს სიყალბე რა, არ ჭირდებათ ამდენი ეს ნიღაბი, მესმის, მართლა ძალიან მაგად მესმის, რომ გაქვს ადამიანს ეს გარიყვის შიში, უარყოფის შიში, სიყვარულის დაკარგვის შიში, ვერ დანახვის შიში, არ აღიარება, დაჩაგვრა, დაზიანება, ტკივილი, ანუ ბევრი რაღაცა გაქვს რა, ეხლა რის გამოც გიწევს, რომ რაღაცა შეიქმნა და მე რაც შეიქმნა, ეს გჯერა რომ შენ ხარ და ესეთი ხარ და ასე დაიმკვიდრებ ადგილს, რა გჭირდება ეს ადგილის დამკვიდრება, რაღაცას მიაკუთვნო კიდე შენი თავი, ეს გჭირდება და ამისთვის რაღაცა ერთმანეთს ემსგავსებიან ადამიანები რა, რომ ესე და თქვენ всё, ეს თუ მაქვს, ესე იგი კარგად ვარ, ესე იგი შემიძლია მშვიდად ვიყო და ესე იგი შემიძლია კარგად ხერხემაში გამართულმა ვიარო და თავმა აწეულმა, მაგრამ ფასეულობებია ძალიან მნიშვნელოვანი რა, ძალიან ფასეულობებია და ის ტელევიზია ერთ-ერთი ის არის, მათ ხარვეზი, რაც ძალიან აფუჭებს ამას, რომ ადამიანებში ფასეულობები საერთოდ იკარგება, ხარისხი მართლა იკარგება და ძალიან მე პირადად ძალიან წუხარ ამაზე. აი ხა რომ უყურებ ადამიანებს, აი მინდა რომ უთხრა რომ ისედაც კარგი ხარ, ანუ ისედაც მიყვარხარ, ისედაც გიღებ როგორიც ხარ. და იყავი რა, ვინც ხარ, ნუ გეშინია ამისი და გაიხსენე ვინ ხარ საერთოდ. და სხვებისთვის გახდი მაგალითი, რომ იყვნენ ისინი, რაც არიან. ახლა თუ ვიღაცა ვერ მიგიღებს, არ ეყარები, არ მოეწონება, ანუ ერთს იქნებიან ყოველს მოსაწონი, ხო? და მე რა, აი ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს, აი ეს კითხვა დაუსვას ადამიანმა თითოეულმა თავის თავს, რომ აი თქვათ და ვიყო მე ჩემი თავი. რაც ვარ ვიყო ეს ახლა.
ის მოვეწონები, ის არ მოვეწონები, ხო, როგორც იქნება, რაც იქნება. აი, ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს. და ეს ცუდი რომ მოხდეს, რა მერე? ანუ კვდები ამითი? უბრალოდ კითხვა დავსვათ, ხო, აი რაში გჭირდება, რომ ეს ცხოვრება აქ ერთი ამჯერად, ერთს გადიხარ, დღეს ხარ, ხო, ან იქნები, ან არ იქნები და ფაქტიურად არ ცხოვრობ, ანუ არ არსებობ, არ ხარ. იმისთვის რომ და ხელახლა რატომ რა არისთვის? უნდა მოკვდე. მოკლა შენში რაღაცა კონკრეტული. აი ეს თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა ეს აა გულწრფელი იყო რა, ნამდვილი იყო და ამის არ გეშინოდეს. დაძლიო აი ეს გარედან რას ხედავენ ადამიანები, გარედან როგორ ხედავენ და მე ეს რას მოიდა და გაუშვი რა ეს რაღაც რა თქინდა ადამიანი. ხო ამ ხრი ძალიან ის მაქვს, ამ ძალიან სუბიექტური ტკივილი მაქვს ამ ხრი რომ ამის გამო ძალიან ანუ ვიღლები აი ხა ადამიანი ხო ცდილობს რაღაცა ფორმაში იყოს, ნიღაბში იყოს, ან აი სადღაც რომ მივდივარ რა, რაღაცა შეხვედრა იქნება თუ ისე მეგობრული გასვლა, ანუ ხო მოდის ვიღაცა გადის, გამოდის, მოდის გეკონტაქტება და აი რო ცდილობს რომ რაღაცა მ დაგანახოს თავისი თავი აი რაღაცა ამ ფორმით და ამ დროს საერთოდ სხვა რაღაცას რო ხედავ. აი ხა ხო არ ეტყვი ამ ადამიანს, რომ მოდი რა, ეხა კარგი რა, ან გაჩერდი რა, ან რაღაც, ანუ აცდი რომ იყოს, კაი, არჩევანია გაკეთებული უნდა რომ ეს იყოს, ჭირდება რომ ასე იყოს და იყოს, მაგრამ ანუ მე მეზარება უკვე ურთიერთობა და მე მეკარგება სურვილი კონტაქტების. ისე შეგიძლია რომ და ამ შენ დროს ეს ურთიერთობა მჭირდება რა. შეგიძლია რომ შენ რენტგენი გამორთო ხოლმე თუ სულ ხედავ ყოველთვის ნიღბის ადამიანში. აი არის მომენტები რომ საერთოდ აი ენერგოტონუსს გააჩნია რა. ხა თუ ენერგიები მაღალი მაქვს, შემიძლია რომ რა ვიცი, როგორც ტყეში დავდივარ, ისე ვიარო იქაც ადამიანებშიც. ვერავის ვერ დავინახავ. ასევე ხდება ისე რომ შეიძლება წინ გედგე და ვერ დამინახო, გავქრე და თუ მინდა კილომეტრის იქით დამინახავ. ანუ ეგეც შემიძლია ჩავრთო. მაგრამ ძირითადად როგორც წესი გაქრობა მინდა ხოლმე და ვქრები. რომ შეუმჩნეველი ვიყო და ნაჭუჭი ჩავიკეტო. და ეს ნაჭუჭი ჩაკეტვა ძალიან კომფორტის ზონა მაქვს და მაგას აი რაღაცა რომ მიბიძგებს რომ მიდიხო ჩაიკეტე და ჯობი ჩაკეტილი იყო. აი ეს არ მინდა რომ მემართებოდეს, იმიტომ რომ მე ამ გზაზე სიარული ვეღარ ხდება და ძალიან ეკეტები რაღაცეებს, უბრალოდ აღარ გინდა რომ ხედავდე, აღარ გინდა რომ გეხებოდეს. და სხვათა შორის ამან აი ეს ხდება ხოლმე ძალიან საინტერესოდ. აი როგორც კი მივდივარ ამ ჩაკეტვისკენ და დუმარებისკენ რომ ჩუმად უნდა იყო და ვის რა შეჭირდება და ადამიანებს ეს აღარ ჭირდებათ, არც იციან რომ ეს ჭირდებათ, ეს ჩემი ხედვა თუ რაღაცა რაც შეიძლება მე მივცემათ. მაინც და მაინც მაშინ ესე აწყობს ხოლმე სამყარო, რომ მაინც და მაინც მაშინ მოდის აი ეს მადლიერების ტალღა, რაც აი და უკვე დაფიქსირებული მაქვს და უკვე შემჩნეული მაქვს. ანუ ვიკეტები, ან მადლიერები წამოვა, შეიძლება რაღაცა ესე გასცე. ერთი თვე, ორი თვე ანუ დაამთავრებ და იქვე იშლება მაინც ეს ინფორმაცია და всё, ანუ დაამთავრდა და ვითომ არაფერი და მე რაღაცა ენერგოტონუსში გივარდება, იღლები, იფიტები და სანამ აი აღდგენას გინდა რაღაც დრო მე რო აღდგენა ეს ენერგია რო აღიდგინო ისე რომ დაინახო მე რაღაცები და შეხვიდე სხვა ადამიანებში, ძალა რო გეყოს. აი მაგ პერიოდისკენ რომ მივდივარ, უკვე მოდის ტალღა. და ერთი ის ქონდა ჩემი დაბადების დღე იყო რამოდენიმე წლის წინ ასეთი რომ დილიდან რომ დაიწყო ღამემდე დაბადების დღეს კი არ მივოცავდნენ სულ მოდიოდა მადლიერების შეტყობინებები. აი იმდენად ბევრი რომ გულწრფელად დავფიქრდი რომ რაღაცა ის ხო არ არის ის რაღაცა შოუები რო არის, რაღაცა თუ გეჩალიჩებენ, ფარული კამერა რო არის. აი იმდენად ბევრი იყო და ვფიქრობდი რომ მეთქი ვინც ეს გამიჩალიჩა და ვინც ეს გააკეთა, ანუ გონია რომ დაბადების დღეზე გიჩალიჩებს ვიღაც და ვინც ეს გააკეთა, ანუ რანაირად, იმიტომ რომ რაღაცა სხვადასხვა ეროვნებების ხალხი არის, სხვადასხვა დროს რო შევხვდი ცხოვრებაში, ის ადამიანები არიან, სხვადასხვა სქესი, სხვადასხვა ასაკი, არ ვიცი, ეს ყველაფერი სხვადასხვა რაღაცა სფეროების ადამიანები და რანაირად ეს ანუ როგორ მოახერხა ამ ვიღაცა მე შეყარა ეს ხალხი ერთად შეკრიბა და ერთიანად მოდის ეს დაგეგმილად. აი ტელეფონი რო არ ჩერდება რა. მაგის მერე სულ არის ეს. აი მივდივარ ჩაძირვისკენ, ძილისკენ, რო გინდა საბანი წაიფარო და კარგად მეყოლეთ. მოდის ეს რაღაცა
ზუსტად იმ დროს ძალიან მოდი რომ ძალიან მაგარი სამყარო მოწყობილი რა ძალიან. მაგიჩი შეკეტვას არ გაცდიან მოკლედ რა. მაშინვე ხო, გამო აი გეუბნება რაღაცა გიდასტურებს, რომ არა, ეს უნდა აკეთო და არ უნდა ჩაიქნიო ხელი და აზრი აქვს ამ გზაზე და ძალიან საინტერესოა და აა ვაჭრობ რითიც ახლა მე ამას ვუმკლავდები, იგივე ის არის მომენტები მეც იუმორი. მაქვს. აჰა. როგორ? იგივე მომენტები მეც გქონია ხოლმე და ძალიან საინტერესო შეგრძნებაა ეგ, რომ რაღაცა თითქოს ხარდაჭერასავით გრძნობ ადამიანებისგან, სამყაროსგან ზოგადად, რომ რაღაცა გააგრძელო რა. ხო, ძალიან რაღაცა ანუ სერიოზულად ვერც შეხედავ ამას ახლა სერიოზულად ჩაუბრმავდე ახლა და ამებს მიყვე ძალიან ფესვებში და რაღაც შეიძლება გაგაფრენინოს და გრჩება ის რომ რა საინტერესოა სამყარო, რა სახალისოა სამყარო და მოდი მივყვე რა რაც იქნება იქნება და ნუ ხაი მაგაში ვარ. ნახოთ რა იქნება. ნახოთ. საინტერესო რაღაცები გველის წინ ესე მგონია. ხო, აა ხო, კაია, მოკლედ მადლობა. ეს საუბრები, ნუ არა დავამთავროთ, ხო. ძალიან დიდი მადლობა თათა. სხვა დროსაც გვესტუმრები იმედია და ცოტა სხვა თემებზეც ვისაუბროთ. დაამშვიდობები მაყურებელს და ვეცდები რომ გავაგრძელოთ მალე ისევ მაგმური შეხვედრები სხვადასხვა სტუმრებთან. როგორც შესაძლებელი იქნება მოკლედ და ხაზზე იყავით. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. მადლობა, მადლობისთვის.